მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე მე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ვარ. დღეს გადაცემაში ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების გზავნილებზე ვისაუბრებთ. იცით რომ დიდი ხნის განმავლობაში ოცნებას ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია არ ელაპარაკებოდა, ან ძალიან შეზღუდული იყო მათთან კომუნიკაცია. ბოლო პერიოდში რამდენიმე ვიზიტი განხორციელდა, მართალია ეს ვიზიტი არ იყო მაღალი დონის, ისეთი როგორც იყო მაგალითად სომხეთში, ხო, სადაც ბოლოს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმყოფებოდა, აქ ჩამოვიდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და მათ გამართეს შეხვედრები როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან და დაგვიტოვეს გზავნილი, რომელიც საერთოდ გაგვაცნო და ამ გზავნილის მთავარი არსი ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი აქვს სტაბილურობა რეგიონში და ამისთვის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ როგორმე მოახერხოს პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურობა და ამ სიტუაციაში ოპოზიციის ჩართვა, ხოლო ოპოზიციას მოუწოდებს, რომ მიიღოს მონაწილეობა ინსტიტუტების საქმიანობაში, როგორც არის პარლამენტი, არჩევნები ხა იქ დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ნუ გასაგებია რაც იგულისხმება, ანუ სიტუაცია წავიდეს უფრო სტაბილურობისკენ. ნუ არ არის დაკონკრეტებული კონკრეტულად ამისთვის რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და რაზე იყო დახურული შეხვედრაზე საუბარი, თუმცა საუბარია რომ კონკრეტული პირობები იყო დასახელებული, ნუ ოპოზიციის მხრიდან გასაგებია რაც არის ეს მოთხოვნები და პირობები, ეს არის დემოკრატიული საარჩევნო გარემო, კანონების უკან წაღება, როგორც არის რუსული კანონი და ასე შემდეგ, ნუ ისეთი კანონები, როგორც არის მაგალითად ტროტუარზე და დგომის გამო რო ადამიანებს იჭერენ, იცით რომ ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, ზოგი ციხეში, ან ციხეში არ არის მათ თავზე დამოკლეს מחველივით კიდია 15 წლიანი სისხლის სამართლის საქმეები და შესაბამისად, ნუ ამ გარემოში ბუნებრივი არ რთულდება ნორმალური რაღაც პოლიტიკური პროცესის წარმართვა. ნახოთ რამე დათმობაზე წამოვა თუ არა ხელისუფლება, ჯერჯერობით ისინი კონკრეტულს არაფერს ამბობენ, ოპოზიციის მისამართით კი ისმის კრიტიკა, რომ აი ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეს განცხადება მოწვევს, რომ ბოიკოტი არასწორი იყო, არჩევნებში არ მონაწილეობა არასწორი იყო, პარლამენტში არ შესვლა არასწორი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად ასეა და ზოგადად როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და ამერიკის შეერთებული შტატების ამ ადმინისტრაციის ურთიერთობები უკვე ერთი წელია, რაც ახალი ადმინისტრაცია არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც გითხარით, ძალიან დონეზე არის ეს ურთიერთობები, მაშინ როდესაც ქართულოსებას ჰქონდა იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოსვლის დღიდანვე გადახედავდა იმ პოლიტიკას, რომელიც ჰქონდა წინა ადმინისტრაციას, ბაიდენის ადმინისტრაციას, თუმცა ეს მოლოდინი როგორც ისეთ არ გამართდა, მაშინ ქართულოსება ამბობდა, რომ აი 20 ივნისიდან, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია მოხდება, ყველაფერი შეიცვლება, არ შეიცვალა. შემდეგ ქართულმა ოცნებამ დაიწყო და მათმა ასე ვთქვათ პროპაგანდისტება, ისეთები როგორც არიან მაგალითად ბატონი შათერიშვილი საუბარი მის შესახებ, რომ ტრამპის deep state-ის პროექტია. ახლა ნახოთ რა სიტყვიან, რამე შეიცვლება თუ არა მიმართულებით. გია ხუხაშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. მივესალმებით მას, გამარჯობა ბატონ გია. ალბათ გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში თქვენთვის რა იყო მნიშვნელოვანი ამ გზავნილი და რომელიც ვაშინგტონის ემისრებმა დაგვიტოვეს? ხო, ნუ ეხლა მნიშვნელოვანი რა უნდა გითხრათ, ხო, გზავნილი იყო ის რაც იყო, ხო, ეხლა რატომ გაკეთდა ამ ფორმით, მე ვფიქრობ აქ ყველაფერი გასაგებია, ხო, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, რომ რეგიონში შეერთებულმა შტატებმა რეგიონის მიმართ განსაზღვრა გარკვეული პოლიტიკა, ხო? საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ნახეთ უკვე ორი მაღალი დონის ვიზიტი, ხო? არა მხოლოდ ეს რუბიოს ვიზიტი, არამედ მანამდე იყო აზერბაიჯანში და სომხეთში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ასე რომ საქართველოს მიღმა ხდებოდა ეს ყველაფერი და საქართველოში მხოლოდ ეს ტექნიკურ დონეზე რაღაც კონტაქტები, კომუნიკაცია მიმდინარეობს, ჩვენ ამას ვუყურებთ. ეხლა რაც შეეხება ვითარებას და რატომ გაკეთდა ამ ფორმით განცხადება, ხო? ორი მხარე აქვს ურთიერთობებს, იგივე დასავლეთთან და კონკრეტულად შეერთებულ შტატებთან. ერთი მხარე ეს არის ფასეულობითი სინქრონიზაცია, რაც პრინციპში ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის ძირითადი მხარეა და მეორე საკუთრივ პოლიტიკური ინტერესი, გეოპოლიტიკური ინტერესი. გეოპოლიტიკური ინტერესი გააქტიურდა ძალიან, გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რაც ვითარდება ირანის ირგვლივ, ჩვენ ხედავთ ამას, ხო, რუსეთთან პრობლემები და ამ შემდეგ სამხრეთ კავკასიური დერეფანი
იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მე არ გულისხმობ მხოლოდ საქართველოს მიმართულებას, ხო, იცით რომ იგივე აი ეს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით ლამის საუბარია, რომ ტრამპის დერეფანი დაერქვას იმას და ეს ბუნებრივია ძალიან საინტერესოა ამერიკელებისთვის და აქედან გამომდინარე მათთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა. რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, აი ამ თამაში, ამ გეოპოლიტიკურ თამაში ყველაზე მოწყვლადი გახდა საქართველო, ხო? პირიქით იყო ადრე აზერბაიჯანი და სომხეთი უფრო პრობლემატური იყო ამერიკისთვის, დღეს საქართველო დაიკავა ეს ადგილი, ანუ 180 გრადუსით შემოტრიალდა ვითარება, მაგრამ ტაქტიკური მოსაზრებების გამო ისინი მზად არიან თვალი დახუჭონ ბევრ რამეზე, ხო? აი იგივე აზერბაიჯანთან მიმართებაში, ხა აზერბაიჯანში რატო არ საუბრობენ დემოკრატიაზე და სხვა შორის საყვედურის თონით კობახიძემ თქვა კიდევაც, იმათ არ თხოვენო პოლიტპატიმრების გადავისრულო, ჩვენ რატო გთხოვენო, ხო? დაბალი ღობე გნახესო. ხო და ანუ დღეს აი ეს ვიზიტი იყო უფრო აი ამ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული გზავნილებისთვის განკუთვნილი, ხო? გვესმის რომ სომხეთში მოსაოდნელია გარკვეული დესტაბილიზაცია, გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ მუქარები ისმის კრემლიდან, ხო, სომხეთის განვითარების ვექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით, მოსაოდნელი არჩევნები და ბუნებრივია ამერიკელებს, რომლებსაც ჩვენივრად ესმით, ხო, რამდენად კონტროლირებადია საქართველო რუსეთის მხრიდან, ცდილობენ რომ მაინც და მაინც ესე რომ ვთქვათ, არ უბიძგონ კიდევ უფრო ღრმად ამ თამაში. აგიხსნით დღეს აი ოპერატიული პრობლემა რა არის, ხო, ეხლა სააკაშვილის წერილი ვნახე, მე ეხლა იმას არ ვიზიარებ რაღაცას აპოკალიფტურ სურათებს ხატავს, ნუ გამორიცხული რა თქმა უნდა არაფერი არის, რუსეთი ისეთი ქვეყანაა, მაგრამ მე უფრო სხვა მიმართულებით ვხედავ ამ ეტაპზე რისკებს, ხო, და ეს არის ეკონომიკური. ახსენეთ, მოდი მაყურებელს განუმარტავ, სააკაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება მოინდომოს სომხეთის ძალით დამორჩილება და მოითხოვს კორიდორს ჯარის გასატარებლად საქართველოზე და ამ ვითარებას შეიძლება საქართველოს დაიპყროს, ხო? ასეთ სცენარზე საუბრობდა. ხო, ნუ ეხლა გამორიცხვით რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გამორიცხავ, თუ ძალიან გამწვავდა ვითარება, მაგრამ მე არ ამგონია რომ რუსეთს ეხლა დღეს ამის რესურსი კონდეს, მაგრამ აქვს სხვა რესურსები და ამ რესურსების ნაწილია სამწუხაროდ საქართველოც, ხო? ეხლა ჯერჯერობით სანამ ყოველ შემთხვევაში ზანგეზურის დერეფანი არსებობს, ხო, საქართველო სომხეთისთვის არის ეგრეთ წოდებული სიცოცხლის გზა. სიცოცხლის გზა, აზერბაიჯანი და ჯერ ლოგისტიკა იმდენად ესე რომ ვთქვათ, კარგად არ არის ინფრასტრუქტურულად განვითარებული, შესაბამისად საქართველოსთან იკვებება სომხეთი. და რუსეთმა იცით ალბათ რომ უკვე დააწესა გარკვეულ პოზიციებზე სომხეთიდან ექსპორტზე, ესე რომ ვთქვათ, იმპორტზე ესე რომ შეაჩერა უფრო აკრძალა იმპორტი სომხეთიდან. და შესაძლებელია რუსეთმა საქართველოს მოთხოვოს საბოტირება ამ ეკონომიკური ლოგისტიკური ხაზების სომხეთის მიმართულებით, რაც შეიძლება მეტი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემა შექმნას სომხეთში, ხო? მე ვფიქრობ, რომ ესეთი ზეწოლა უკვე მიმდინარეობს საქართველოზე, რომ ეს პრობლემები შეიქმნას. ჩვენ გვახსოვს აი აზერბაიჯანთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაშინაც სავარაუდოდ მაღალი ალბათობით რუსეთის მოთხოვნით რა პრობლემები შეიქმნა საბაჟოზე, ეხლა უკვე სომხეთის მიმართულებას. ეხლა ბიზნესთვის რა თქმა უნდა ეს ძალიან არაკომფორტული სიტუაციაა, არაკომფორტული თუნდაც იმიტომ რომ სომხეთი შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და თუ გარკვეული დაძაბულობა გაჩნდა აქ თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით ეს ყველაფერს ისევ თავდაღირე დააყენებს და ძალიან გაართულებს ამერიკელებთან ურთიერთობებს, ამიტომ მაქსიმალურად ეცდება ეხლა რომ გაწელოს ეს პროცესი, გაწელოს სომხეთში არჩევნებამდე. ეხლა არჩევნებზე სომხეთში რა მოხდება, ეს კიდე ცალკე თემაა, საკუთრივ არჩევნებზე რა მოხდება და პოსტსაარჩევნო პერიოდში.
ამერიკელებს ძალიან ეშინიათ ამ არასტაბილურობის, აი გამომდინარე აი ამ სტრატეგიული ინტერესიდან, ხო? რომ იქ ორმუზის დერეფანთან პრობლემებია, ჩრდილოეთ მარშრუტზე გასაგებია რუსეთის კონტროლის ქვეშ არის, არავის არ აწყობს და სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ფუნქცია ათმაგდება შეიძლება ითქვას ამ ყველაფერში და ისინი ამ განცხადებაშიც თავარი სიტყვა სტაბილურობა ალბათ, ხო? სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია. პრაგმატული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეერთებული შტატების დღეს კავკასიის რეგიონში სტაბილურობა მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უარს იტყვიან ამ ფასეულობით ინტეგრაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორია საერთოდ ამერიკული მიდგომა, ხო? იმისათვის რომ სტაბილურობა დროებითი არ იყოს და იყოს გრძელვადიანი უნდა მოხდეს ფასეულობითი სინქრონიზაცია. თორე სხვანაირად ეხლა ცუდი გამოცდილებაც აქვს, ხო, ავღანეთიდან დაწყებული ერაყი და ამ შემდეგ. ასე რომ ეს საკითხები არ მოიხსნება. აი, ეგ არის საინტერესო, ეხლა დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ რა პირობების შესრულებას მოლოდინი აქვს ქართულ ოცნებისგან. ანუ აქ ყველამ გადაიტანა აქცენტი ოპოზიციაზე, რომ აი, ნახეთ, თქვენ არ დაგიჭირეს მხარი, რომ ბოიკოტი რატო გამოაცხადეთ და ოპოზიციას რა დაუჭირეს მხარი, ეს კიდე ცალკე ისტორიაა და ეს რა თქმა უნდა ოპოზიციის პრობლემაა, ხო? ოპოზიცია რო იყო საკმარისად ძლიერი ამ ქვეყანაში ამ შემთხვევაში შეიძლებოდა სხვა ტიპის განცხადებების გაკეთებულიყო. ამერიკელები პრაგმატულად უყურებენ, ხო? ნუ აი აზერბაიჯანში მაგალითად რატო არ აყენებენ საკითხს დემოკრატიაზე, რატო არ ლაპარაკობენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ იციან რომ იქ რეალური ალტერნატივა არ არსებობს რა. არ არსებობს რეალური ალტერნატივა, მით უმეტეს ეს ალიევმა გადაწყვიტა ძირითადი პრობლემა სახელმწიფოებრივი, ხო, ყარაბაღთან დაკავშირებით და მისი ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია. ამიტომ ზათარია მას თვალი დაუხუჭონ ყველაფერზე, ხო? აქაც ოპოზიციის სისუსტე განაპირობებს ამერიკელების აი ამ ტონით ლაპარაკს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არ ნიშნავს, რომ საკითხები დღის წესრიგიდან არის მოხსნილი, ხო? ეს თემები, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას. დაბალი დონის კონტაქტები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში მათ სხვა პოლიტიკა აქვს, ხო, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, მაგრამ დღეს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს აგეზურის პროექტი პრობლემების გარეშე გავითარდეს და ამ შემდეგ, სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ზედმეტ კრიტიკას ერიდებიან ოპოზიციის სისუსტიდან გამომდინარე მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულები რო იყვნენ, კიდევ უფრო არ დააჩქარონ ესე რომ ვთქვათ, ამ ხელისუფლების ინტეგრაცია რუსეთის იმპერიაში, რეინტეგრაცია და ამიტომ რაღაცნაირად აი ამ ენაზე ესაუბრებიან, მაგრამ ესაუბრებიან დაბალ დონეზე. აჩვენებენ იმას, რომ მაღალი დონის შეხვედრების და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება თქვენთან, მიღების დრო თქვენთან ჯერ არ დამდგარა, ხო? კიდევ ერთხელ გავემეორებ რუბიოს რა, თუ ეხა ესეთი გრძელვადიანი პოლიტიკა არჩიეს საქართველოსთან მიმართებაში არ შეეძლო თბილისში ჩამოფრენა შეეძლო. აგერ იყო ყურის ძირში ასე ვთქვათ. ეგერ იყო ყურის ძირში, ხო? მაგალითად შეეძლო ჩამოსვლა სხვა შორის. მაგრამ ეს არ გააკეთა. ეს უკვე არის გზავნილი, ხო? და დაბალი დონის შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, თავსაც მოუქონავენ ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს აი ეს პროცესი, ხო, აზერბაიჯანის სომხეთში არჩევნებია ჩასატარებელი, ეს არის ეხლა თავარი ყურადღების ესე რომ ვთქვი, ობიექტი, ხო, სომხეთი და საქართველოში აი ეს საუბრებიც მე ვფიქრობ აი ამ დროებითი ვითარების გადაგორებას ემსახურებოდა, რომ ეს ხელისუფლება ზედმეტად არ დაძაბონ, რომ აქ კიდე რაღაც კიდევ უფრო
ისეთი ნეგატიური პროცესები არ გამვითარდეს. კი, მაგრამ ანუ აი რა უნდა ქნას ოპოზიციამ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წავიდა დემოკრატიზაციის კუთხით. ეხლა ბევრი საუბრობს გასაგებია რომ წინა ის ჩავლილია, ხო? ეხლა იქ პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებიან, არჩევნებს ჩავლიან, მომავალში რა უნდა ქნას? ხო, ანუ არჩევნებიც მოგვადგება მალე კარს და რა უნდა ქნას ოპოზიციამ ასეთ ვითარებაში? ოპოზიცია უნდა ქნას ძალიან მარტივი რაღაცაა, ხო? მუდმივად ამაზე ვსაუბრობ უკვე მშვენია კიდევაც, ხო? ძალა ხო ოპოზიციაში არ არის. ხა ოპოზიცია ხა მეტად შენ შეგვიძლია ხვალ პარტია შევქმნათ, რა პრობლემაა, ხო? არავისზე ნაკლები ცნობადობა არ აგვაქვს და მე ბრიფინგები ვატაროთ კვირაში ერთხელ და ტელეეთერებში დავჯდეთ. მაგრამ ძალა ხო პარტიებში არ არის, ძალა არის ხალხში. ხალხთან კომუნიკაცია საჭირო, ხო, ხალხის მხარდაჭერა, ანუ ოპოზიცია არსებობს იმდენად რამდენადაც და იმდენ სერიოზულობას იძენს, რამდენი მხარდამჭერიც ყავს, ხო, ამაზე არ ზრუნავენ, ამაშია საქმე. ხალხის მხარდაჭერაში კი არ ზრუნავენ, ერთად იკრიბებიან რაღაც ალიანსებს ქმნიან, მე აქ დაждდებიან, მე ერთმანეთს გალანძღავენ, მეორე დღეს ჩაეხუტებიან, მე სადაიძელოს დალებენ. ბიჭო, ხალხს ემუშავეთ რა. ეს ხელისუფლება რეაგირებს მხოლოდ ძალაზე და ძალა ხალხშია, ბატონებო, თქვენში არ არის ძალა. და ხალხის მხარდაჭერა თუ არ გექნათ, კაპიკია თქვენი ფასი და ეს ამერიკელებმაც იციან, ევროპელებმაც და ყველამ იციან რა. და ხალხის მხარდაჭერის მოპოვება მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი. ხალხთან დიალოგში კი რთულია. საბოტაჟიც იქნება, ქვისროლაც იქნება, ყველაფერი, მაგრამ აბა როგორ გინდათ, ესეა პოლიტიკა. ჩვენს გვესროდნენ 2:11, 2:12 ჩვენს არ გვესროდნენ. გვესროდნენ, მაგრამ გადავტეხეთ, დავდიოდით მაინც. ხო, გარდა ამისა, ბიძინამ რა გააკეთა, ხო, დისკრედიტაცია მოახდინა ამ პოლიტიკური კლასის მთლიანად. ბიჭო, რაღაცნაირად შიგა რეორგანიზაციები ჩაატარეთ, რაღაც ესე რო ვთქვათ, რაღაც თვითკრიტიკულობა, რაღაცაზე მაინც ბოდიში მოიხადეთ, ყველაფერში მართლები როგორ ახართ, ხო, რაღაც და მონოლოგის რეჟიმში სიბრძნეებს აფრქვევენ მარტო ტელეეკრანებიდან ამით არიან დაკავებული და ვირტუალურ პარტიებად იქცენ ფაქტიურად. და ვირტუალური პარტიები, რომლებსაც ხალხთან რეალურ ელექტორატთან კავშირი არ აქვს, ამერიკელები როგორც კი გაზომავენ ხალხის მხარდაჭერას თუ მოიპოვებენ და არჩევნებს თავი გავანებოთ, როგორც კი გაზომავენ და რომელიმე პარტიას ექნება თუნდაც 15%-იანი, 20%-იანი მხარდაჭერა, დამერწმუნეთ სხვა რიტორიკა წამოვა ამერიკელებისგან, იმიტომ რომ ისინი დაინახავენ, რომ ეგერ პროდასავე პროამერიკული ისა პარტია ძლიერდება. და დღეს არ არიან ძლიერები და ამიტომ ეხლა რანაირად კი შეიძლება ჭკვიანურ რაღაცებს ლაპარაკობენ, სწორს ლაპარაკობენ, სიმართლეს ლაპარაკობენ, მაგრამ პოლიტიკა მარტო სიმართლე კი არ არის, ძალაც არის რა. ადამიანებიც ვისაძლევენ ხმას, ხო? მარტო ვინც მოწონს, იმას კი არ აძლევენ. ძალასაც უნდა ხედავდნენ, რომ ამ კაცს მარტო კი არ უნდა, შეუძლია კიდევაც. და ამის დემონსტრირებას ვერადა ვერ ახდენენ, წუწუნებენ, მარტო ხელისუფლების კრიტიკით არიან დაკავებულები. ხალხი ეუბნება, გავიგეთ, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ თქვენ ვინ ახართ ის გითხარით. დამარწმუნე, რომ შენ პირობებში ეს ქვეყანა უკეთესად იქნება, რომ შენ შეგიძლია ამ ხელისუფლების გასტუმრება, რაღაც გეგმა გაქვს ამის, რომ შეგიძლია აი ესე და ესე გააკეთებ ამას. ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობენ. დაждდებიან დაერქმევენ, ხან ალიანსს დაერქმევენ, ხან რაღაც კოალიციას ხან იმას დაერქმევენ. როგორც არ უნდა რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დაждდებით რა. ხალხშია ძალა, ბატონებო, თქვენში არ არის ძალა. ხო არა, ნუ ეს გასაგებია კი ბატონო, მაგაში მეც გეთახმებით, რომ რაღაც ბევრი რამ აქვს შესაძლებელი ოპოზიციას თავის მუშაობაში, მაგრამ ნუ თუ მეტი არ შეუძლიათ, მაშინ რა ხდება? არაფერი რა, მაშინ სხვა უნდა წამოვიდეს და მოსუფთავდეს ველი და სხვა ის უნდა წამოვიდეს, ვისაც შეუძლია რა. ხშირად მახსენდება ხოლმე საქართველოს ნაკრები რამდენიმე წლის წინ, ახლა თამაშობდა ფეხბურთს, აკრიტიკებდა ხალხი, მაგრამ იყო მეორე ნაწილი ადამიანებს, რომ ზეუბნებოდა, ნუ არ შეუძლიათ მეტი ამათ, ახლა რაც არ უნდა აკრიტიკო, მეც ვერ ირბენენ. ხო, ახლა ცოტა უკეთესი სიტუაცია გვაქვს. ხვიჩა გამოჩნდა ვიღაცები, მაგრამ ნუ ახლა როგორ არის იცი ამა თუ არ შეუძლიათ, მაშინ რაღაცა უნდა შეიცვალოს სისტემურად, ხო ახლა აი იმასაც ამბობენ ხოლმე, ხო აი მე რო ესე ლაპარაკობ, ეს მაკრიტიკებენ, რაღაცაც მესმის თქვენც ალბათ გაკრიტიკებენ რაღაცას, რომ გაკრავთ ხოლმე კბილს, ხო? ხო და ბჭო,
ვერ გავიგე, კი ბატონო, მაგრიტიკა, მე მაგით ერთ-ერთი ამბობს, რომ მე თუ ესეთი კრიტიკა ადვილია და თუ მაშინ მეც ორი ხელი და ორი ფეხი მაქვს და მოდი და შენაკეთე, მე მომართავენ მაგალითად. ბიჭო, მე რო არა ვარ პოლიტიკოსი და რო არ შემიძლია პოლიტიკა ვაღიარო თავს და იმიტომ არა ვარ პოლიტიკაში და თქვენ იბრალებთ პოლიტიკოსობას და არ ახართ პოლიტიკოსები რა. აბა ესეც რო წავიდნენ პოლიტიკიდან ახლები ხო უნდა მოვიდნენ და სურვილს არავინ გამოთქვას. პრობლემა ეს არის, რომ ამ სიტუაციაში როგორც არის ქვეყანაში, ბევრი ადამიანი არ გამოთქვამს სურვილს პოლიტიკაში მოსვლა. მე არ დაგეთანხმებოდი ამაში. რა არის იცი, საერთოდ პოლიტიკას ისევე როგორც ეკონომიკას აქვს გარკვეული კანონზომიერება, ხო, მოთხოვნა მიწოდება. ხო და არის ეკონომიკაში როგორ არის რამე მიწოდება არ არის. მოთხოვნა როცა მიწოდებაც ხდება, მაგრამ როდესაც დახლი დაკავებულია ესე რომ ვთქვათ, ვადაგასული პროდუქტით, ხო? და მაღაზიაში აღარ დატოვა ამ ვადაგასულმა ადგილი. ახლის შემოტანის, ახალი დისტრიბუტორი ვერ შედის იქ, იმიტომ რომ დახლები დაკავებულია რა. და ახალი რო წამოვიდეს, მოუგონებენ ისტორიას, რომ ესე რომ ვთქვათ, იმაში რაღაც ის არის, რაღაც საწამლავია და ამ შემდეგ გააკოტრებენ ჯერ არ შემოსულ პროდუქტს. ესე იქცევიან ჩვენი პოლიტიკური კლასიც, ესე იქცევა. ნუ ეხა პოლიტიკა ხო ის არ არის, რა ქვია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ვინმე ადგილი დაგითმოს. ეხა პოლიტიკაში უნდა მოხვიდე და შენ გაიკულიო გზა შენით. ეხა ესე სად არის, ეხა მოდი მომბრძანდიო გითხრა. კი, მაგრამ წინააღმდეგობას თუ ცოტა შეამცირებენ და თვითონაც ეცდებიან, რომ სტიმული გზა გახსნან და სტიმული მისცენ ახალი ძალების ინტეგრაციას პოლიტიკაში, ხო? ხელს კი არ შეუშლიან. ხელი არ შეუშალო, ხელის შეწყობაც არ უნდა რა. ამას თუ გააკეთებენ, მათ საქმესაც წაადგება, ხო, მათაც შეიძლება ეშველოთ, ხო, იმიტომ რომ რაღაც იმას ორთქლავს ჩაებან და რაღაცა გამოუვიდეთ. ხო, ნუ რამდენიმე რაღაც მერცხალი გამოჩნდა, ხა რაღაც ჯერ საქართველოს აპირებს რომ გადაკეთდეს პარტიათ იქ რაღაც სოციალ-დემოკრატები არიან. ნახოთ რა სიზამენ, მაგრამ როცა ფული არ არის, ბატონო გია, ფული არ არის ოპოზიციაში, არაფერი რესურსი არ არის. ხა ბიძინა ივანიშვილს რო ვადარებთ იმ პერიოდს 2012-ში, ბიძინას რესურსი ჰქონდა ამისთვის, რომ პარტია გაემართა, რეგიონული ორგანიზაციები აეწყო, რავი, და ასე გაიგეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხა 2011-2012 ბიძინა რო არ ყოფილიყო, ხა ხელისუფლება ვერ შეიცვლებოდა, ბუნებრივია, ხო? ჩვენ რაც არ უნდა გვებრძოდა, კაცო, ბიძინას დამსახურება ამას დიდია. თუმცა არა ექსკლუზიური, ხო? ჩვენც იმათ არ გულისხმობ, ეხლა რომ გაუგებარი ხალხი მერე ბუჩქებიდან რომ გამოიყვანა, ხო? ის ხალხი, ვინც მაშინ რეალურად მონაწილეობდა, რეალურად ჩვენთან ერთად მოხდა, ხო? და მე არ ვიყავი ბიძინას მომსახურე პერსონა, მე ვიყავი, ჩვენ პარტნიორები ვიყავით მაშინ, ხო, ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს დღევანდელი სიტუაციიდან განსხვავებით. ხო და იმის თქვა მინდა, რომ რესურსი კი ბატონო მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხლა ჯერ როგორ არის იცით აი იგივე რუსული ის არის 12-ის კამი წაკითხული გაქვთ ხო? კი ბატონო. დილას ფული და საღამოს კამები თუ საღამოს ფული დილას კამები, კი ბატონო. ხო. აი ჯერ ფული და მერე საქონელი გასაგებია, მაგრამ ამას ითხოვენ ჩვენი პოლიტიკოსები და ესე არ არის რა. ჯერ საქმეთი რაღაცა ესე ადგილი უნდა მოიკავო რა ენთუზიაზმზე, პოლიტიკა ენთუზიაზმზე დგას უფრო ვიდრე რესურსებზე რა. რაღაცა ადგილი დაიკავე და ფული წამოვა მერე რა. ბიჭო, ფული მომეცი და ამას ვიზამ. როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი მთელი თავის ცხოვრება ამბობდა, ღმერთმა გაანათლოს, ხო, ეხლა არ დავასახელებ გვარს, ხო? პირდაპირ ამბობდა მომეცით ფული და ეგერ ამას ვიზამ და იმას ვიზამო. და მართლა ფაფხურობდა. მაგრამ ესე არ არის რა, ბიჭო, პოლიტიკა რწმენის საკითხია, პატრიოტიზმის საკითხია, არის ენთუზიაზმის საკითხი, რკინის ქალამნების საკითხია. და შენ თუ რაღაც ავტორიტეტს მოიპოვებ, თუ პერსპექტივა გაგიჩნდება, მერე სპონსორებიც გამოგიჩნდება, კი ბატონო. მაგრამ პირდაპირ რო იქორო, ჯერ ფული მომეცი და მე რაღაც გავაკეთებ, არ არის ბატონებო ესე რა. და დღეს სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ორიენტირებული მაინც არის კეთილდღეობაზე. მე არ ვამბობ, რომ ისინი პატრიოტები არ არიან, მაგრამ რატომღაც ეს დამკვიდრდა, რომ ფულის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება. შეიძლება ბატონებო, შეიძლება რაღაცი გაკეთება, ხელისუფლება შეიძლება ვერ მოხვიდე, სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა ვერ შექმნა, მაგრამ ხალხის სიყვარული,
და ესე რომ ვთქვათ, ხალხის ნდობა შეიძლება მოიპოვო. როგორც კი ამას მოიპოვებ ნდობას, ხო? აი მერე წამოვა ფული და მერე იზრუნე იმაზე, რა ქვია, ინფრასტრუქტურაზე რა. აი ეს არის ჩემი კომენტარი. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა დიდი ბატონო გია ხუხაშვილი გვერდებოდა და სტუდიაში შემოგვიერთდა ნოდარ ხარშილაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ნახევარი. გესალმებით ბატონო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ რა შაბჟულად დაგიტოვათ ამერიკის საელჩოს განცხადა, გზავნილმა რომელიც ვაშინგტონიდან ჩამოსულმა ასე ვთქვათ სტუმრებმა დაგვიტოვეს, გაუტოვეს ორივე მხარეს, ხო, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ხო, ბევრი დაასევდიან, აქეთ თითქოს ისე საუბრობენ, რომ აი ოპოზიციას მიუთითა, რომ მორჩით ახლა ბოიკოტობას რაღაცას და აი თანამშრომლეთ ხელისუფლებასთან, მაგრამ ხელისუფლებასაც ბევრი რამ მიუთითეს, ხო? ხო, ანუ თანამშრომლეთ ხელისუფლებასთან არა, ნუ ესე თარგმნიან ასე ვთქვათ, ამას რომ საუბარია რომ აი ინსტიტუციებში არის რაღაც ფუნქციური დემოკრატია, ინსტიტუციების გარეშე არ არსებობს, ანუ თითქოს პარლამენტის ბოიკოტირებას მხარი არ დაუჭირა საელჩომ და ის პარტიები, რომლებიც ახლა პარლამენტში არიან, მაგრამ აი ხო ვამბობდით, რომ პარლამენტის ბოიკოტირება ცუდი იდეა იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფერზე თქვენი აზრი მაინტერესებს. ასეთ რა არის ძალიან მარტივი გზავნილი იყო თუ შეხედავთ, შეიძლება ბევრი რამის ინტერპრეტირება გააკეთო მერე და თარგმნოთ მოაბაკუდები. მაგრამ ხელისუფლებას უთხრა, რომ ჩვენ პარტნიორები აღარ ვართ, პირდაპირ წერია ეს და იქნება მხოლოდ საჭიროების მიხედვით თანამშრომლობა, ანუ ეს რატო წერია? ანუ წერია რომ გაგრძელდება თანამშრომლობა, არცად არ წერია სტრატეგიულ პარტნიორობაზე საქართველოსთან. ანუ ეს იმისთვის მე მანამდე გზა არის გასავლელი. ხო. ეს იმის შენა და ასევე მითითებულია, თუმცა კონკრეტიკა არ არის იმაზე, რომ ამერიკამ კიდევ ერთხელ დააყენა ის პირობები, რომელიც რა გზაც არის გასავლელი. ხო, ეს ცნობილია, ხო, ეხა აქ ნახსენები არ არის, მაგრამ ის მოთხოვნები რაც იყო და რომელიც ემთხვევა ამ შემთხვევაში ევროკავშირსაც ეს არის პოლიტპატიმრების გამოშვება, ეს არის კანონების უკანწაღება, იმ რუსული კანონების. ხო, ესენი დაკონკრეტებული არ არის. არ არის. მაგრამ ეს ვიცით, რომ ეგ არის პირობა. არ ვარაუდობთ, ეს ვიცით, იმიტომ რომ ეს იყო გადაცემული მანამდე. ერთ-ერთი პირობა სხვა შორის, რომელიც ამერიკელებს აქვთ, ეს არ აქვთ ევროპელებს, რაშიც განსხვავდებიან. და ეს სხვა შორის დინარაძის ვიზიტის დროსაც იყო ნახსენები ამერიკის მხრიდან. ეს არის მათი უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების ჩინეთთან და უაღრეს დაახლოების და სხვა შორის ეს ამ გრაუნდში ჩანს, ხო? გარე გავლენებისადმი მდგრადობა გამოიჩინა თო მთავრობას გარე გავლენებში ხარ რუსეთი იგულისხმება ირანი თუ ჩინეთი შეიძლება სამივე. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას მთავრმოწინააღმდეგეთი და კონკურენტი ჩინეთი ყავს გამოცხადებული, ხო? პუტინთან არაერთხელ ეცადა მოლაპარაკებებს. რა თქმა უნდა, ხე შეიძლება რუსეთიც არის, მაგრამ იმ მოთხოვნებში, რომელიც ხა ჩემთვის ცნობილია, რაც ვაშინგტონში წაუყენეს, იყო ის, რომ 16 ვიზიტი ქონდა 2025 წლის მონაცემებით. ამაში ხა ცუდი შეიძლება არაფერი არ იყოს, მაგრამ ამერიკელების გადმოსახედიდან თქვენ თუ ჩვენთან გინდა მეგობრებო, ჩვენ კონკურენტებთან რას დარბი ხართ პოლიტიკურ და განცხადებებს და ხელშეკრულებებს აწევთ, ეს არის. ხა რაც შეეხება ოპოზიციასადმი მოწოდება არის ის, რომ ჩემი აზრით პრაგმატულები იყვნენ, შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს, ოპოზიციის როლი არ უნდა იყოს ოპოზიციაში ყოფნა, მათი როლი უნდა იყოს ხელისუფლებაში მოსვლა. ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელია ორი გზით. თუმცა ერთი არის ინსტიტუციური არჩევნები და პარლამენტი და მეორე არის ქუჩა. ოპოზიციამ ჩვენთან აერჩია მეორე გზა, მაგრამ წარმატება სამწუხაროდ ამ ეტაპზე და ეს ფაქტია, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნება არის de facto ხელისუფლება, ვერ მიაღწია. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო პარლამენტში არ შესულა. ნუ იმ მიზანს, რასაც თუსაც უნდა მიაღწია, იმ მიზანს ვერ მიაღწია. პარლამენტში შესვლა იყო ლეგიტიმაცია, არა ლეგიტიმაცია, თუმცა პარლამენტში შესვლა აუცილებლად არ აძლევდა ქართულ ოცნებას აუცილებლად ლეგიტიმაცია. შეიძლება და განეცხადებინა, რომ ეს არალეგიტიმურია, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს იმისათვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოს მათ შორის იმასაც, რაც პარლამენტში გვაქვს. ასე გაკეთება შეიძლებოდა. მე ამჯერა ზოგი ჩემი კოლეგა ამას არ ეთანხმება და რა თქმა უნდა ყველა ჩვენი აზრის უფლება გვაქვს, მაგრამ შედეგებმა რაც ანახა ის რომ დღეს ოპოზიცია ბევრად უფრო სუსტია სამწუხაროდ ვიდრე ის იყო არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ მოსახლეობაში მოხდა იყო მაღალი პროტესტის და ამ მოხდის გამოყენება ოპოზიციას უნდა შეძლებოდა. სამწუხაროა რომ ვერ შეძლეს. ძალიან კარგია რომ დღეს რაღაც გაერთიანებებზე, კოალიციაზე, ალიანსზე მიდის საუბარი, ეს სწორია, რამდენად მოიტანს შედეგს ეს სანახო. ყველაფერი იზომება შედეგი და ფაქტებით. განსაკუთრებით პოლიტიკა არის ძალიან გულცივი, ემოციებით პოლიტიკა არ უნდა აკეთო. შეიძლება პოლიტიკაში ემოცია გამოხატო, ეს ხანდახან აუცილებელიც არის, მაგრამ მის შედეგებს ვერ გაზომო შენ ან ხარ ხელისუფლებაში,
ან არ ხარ ხელისუფლებაში, ან შეგიძლია რაღაც გაკეთება. ეს არის ახლა ამერიკული გადმოსახედიდანაც, როდესაც არის ოპოზიცია, რომელიც შეიძლება იდეოლოგიურად და ასევე რა თქმა უნდა ფასეულობის გადმოსახედიდან ბევრად პროახლოს არის მათთვის ვიდრე ხელისუფლება, მაგრამ ეს ოპოზიცია არა მარტო ვერ ახერხებს ხელისუფლებაში მოსვლას, გზაც არ არის, სულ უფრო და უფრო შორდება. ქართულ ოპოზიციას რო დაიწყო 20-27 დღევანდელი სიტუაციით და ნელა მისულიყო 20-24 სიტუაციამდე, ანუ უკვე ღმარო წასულიყო პროცესი. მაშინ ვიტყოდით, რომ პროგრესია, ხო? აი, პირიქით მოხდა. დაიწყო საკმაოდ დიდი მხარდაჭერით და დღეს ბევრად უფრო შემცირებულია ეს მხარდაჭერა, ნიჰილიზმია ძალიან დიდი. საერთოდ ქართულ ოცნებას არ მოაკლდა ასევე მხარდამჭერები განსაკუთრებით მათი ევროკავშირის მიმართ განცხადების შედეგად, მაგრამ ერთი რამე არის ცხადი მე მგონი და ამას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ჭირდება, თუმცა ამერიკელებმა ძალიან ახლა მქონდა მე შეხვედრა ამერიკის წარმომადგენლებთან ძალიან პირდაპირ თქვეს ბატონო მე. იმისათვის რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პარტია დამარცხდეს, ვიღაცამ უნდა შეძლოს და მოიგოს. სანამ მომგები არ არის, რამდენადაც მზად არ უნდა იყოს ივანიშვილის პარტია წასაგებად, რამდენადაც ბევრ შეცდომას არ უნდა უშვებდეს. მის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სამწუხაროდ ვერ მოხდება. ხო, რა თქმა უნდა. და ამიტომ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნელ-ნელა ეგუება ამ სტატუს კვოს და ის გადაწყვეტს, რომ მე როგორიც არის ოცნება, ისეთ ოცნებასთან ითანამშრომლობს. ხო, მაგრამ ეს თანამშრომლობა იქნება ძალიან მინიმალური. ანუ ჩვენ გადავალთ მესამე ხარისხოვან ქვეყნებში, ნახეთ ხო ვიღაცებს, იგივე მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან კარგი ის არის, რომ ვიღაც ქვეყნებს ვიზებს არ თხოვენ და საქართველოს იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, ვისაც ფულადი, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში ფულადი გარანტიების შეტანა ვის მოქალაქეებსაც ჭირდება, ხო? ჩვენ ნახეთ სახელმწიფო ვიზიტები აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების ცეცხლში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ორივე ქვეყანაში, ეხლა მარკ რუბიო მოახერხა და სომხეთში შეიარა, საქართველოს არის გარიყო. ხო, არა, ეს გზავნილია, რომ ჯერ დაბალ დონეზე არის, მაგრამ აქ არის სტრატეგიულ, ასე ვთქვათ, ურთიერთობებზე ლაპარაკი, უბრალოდ აი ეს ყველაფერი უნდა მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭიროა იქნება უწყვეტი პროგრესი. იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს. მაგრამ ეს პირობები რა დაუყენეს მას? დაუყენეს ჩინეთს თავიდანებით, ირანს და რუსეთს, თუ დაუყენეს რომ აქ შიდა პოლიტიკაში დემოკრატიას მიხედეთ, აი გაკეთე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ორი სახის შეხვედრა იყო, მაშინ დაემთხვა ვიზიტები და მე შემიძლია გითხრათ, შიდა ბატონ ლაშა დარსალია იყო წასული და ბატონი მამუკა მდინარაძე. ბატონ ლაშა დარსალია ეს ამერიკაში. მაშინ აი გზავნილები იყო დემოკრატიაზე და ბატონ მამუკა მდინარაძესთან გზავნილები იყო ჩინეთზე და უსაფრთხოზე. ამერიკის მიდგომა პარტნიორების მიმართ არის ორ, ასე ვთქვათ, განზომილებიანი და ეს არ შეცვლილა არც რეიგანის დროს, არც კენედის დროს, არც ტრამპის დროს არ შეცვლება. ამერიკა მეგობრობს ამ ფასეულობებით, ამ პრაგმატიზმით. მაგალითად, ახლა ამერიკის ურთიერთობა, ვთქვათ, იგივე სლოვენიასთან არ ეფუძნება პრაგმატიზმს, წმინდა პრაგმატიზმს, იმიტომ რომ შეიძლება სლოვენიაში არც არაფერი ჭირდებოდეს ამერიკას, მაგრამ ისინი არიან ერთ ალიანსში და პარტნიორი, იმიტომ რომ სლოვენია არის დემოკრატია და ამერიკა არის დემოკრატიის, ასე ვთქვათ, დემოკრატიული გუნდის კაპიტანი. ბოლო დროს ახლა ძალიან ერჩის ევროკავშირს ამერიკა. მაგრამ ფორმულად ხო მაინც რჩებიან ესენი, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს. მეორე არის პრაგმატული. პრაგმატული ურთიერთობის ყველაზე აშკარა მაგალითი არის საუდის არაბეთი ამერიკისთვის. საუდის არაბეთი აბსოლუტურად ეხ ბოლო პერიოდში ცოტა შეიცვალა, მაგრამ თქვა 10 წლის წინ ანტითეზისი იყო ამერიკის, ხო, სადაც ადამიანის უფლებები არის ძალიან დაბალ დონეზე, ქალთა უფლებები საერთოდ არ არსებობს, ხო? ანუ შარიათის კანონებია ძალიან მკაცრი მისი აღქმით, შარიათი სხვადასხვანაირად იკითხება და ძალიან მკაცრი მისი აღქმით და ამასთან ერთად საუდის არაბეთი არასდროს არ გამოთქონდა არანაირ ნიშნებს იმისათვის, რომ დემოკრატიისკენ გადასვლას ვაპირებთ. ეს რამე არასდროს არ აცეთ საუდის არაბეთს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნავთობი იყო ეს ირანთან მისი მეზობლობა და ასე ვთქვათ ირანის წინააღმდეგ მისი გამოყენება ამერიკა ან იგივე სადამ ხუსეინის წინააღმდეგ ამერიკა საუდის არაბეთთან მეგობრობდა. აქ არის მარტო. თუ შენ პირველი არ შეგიძლია, მეორეში იმდენად ძლიერი უნდა იყო, რომ ამერიკამ შეიძლება პირველში თვალე დაყო. პოლიტიკა სამწუხაროდ ესე კეთდა. ხო, შვედა. საქართველოს ამის იმედი ქონდა ხო თავიდანვე ოცნებას, როცა თქვენს რომ აი ტრამპი რომ მოვა 20 იანვარს უკვე ინაუგურაციის დღესვე ყველაფერი შეიცვალა. 2 წელი გავა მალე ტრამპის ან ნახევარი. ხო, ნახევარი. ვადა ტრამპს გაუვა დაახლოებით 4 თვეში, 5 თვეში, ხო? არანაირი ძვრები ტრამპის მიმართულებით არ მეტიც კი. სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, თურქეთთან მიმართებაში სპეციალური დიალოგი დაიწყეს, სომხეთთან მიმართებაში ის არის, აზერბაიჯანთან მიმართებაში სპეციალური. მაგალითად, აზერბაიჯანმა თავისი რესურსებით, როგორც ევროკავშირთან, ამერიკასთან, პირველი გადაწყვეტა და მეორე ფორმატი დაიკავა. კი, ისეთი ახლო ურთიერთობა ვერ აქვს და არც უნდა მას სხვათა შორის,
მაგრამ ალიომა შესულ ის რომ ნელ-ნელა ამ პოლიტიკით ანახა რომ მე მისაღები მეორე ტიპის პარტნიორი ვიქნები. გაზი და ნავთობი ხო გინდათ? კასპიის ზღვა აქ არის, ირანის მეზობელი ვარ, ბევრი რამე მოკლედ. საქართველოს ამის რესურსი შეუძლია შესთავაზოს. საქართველოს მე ვთქვათ მეორე ვერ შესთავაზა საქართველოს. რატო? იმიტომ აზერბაიჯანიდან თუ გინდა რამე, საქართველოს უნდა გაიარო. არანაირად აღარ არის გაუცილებელი შვენიერ კორიდორს აკეთებენ, აგერ სომხეთთან მიმართებაში ნახეთ სპეციალური პროექტია ტრამპის აღარ არის მნიშვნელოვანი. მეორე, კიდე უფრო მნიშვნელოვანი. ამათმა იფიქრეს, რომ მაგ მიმართულებით ძალიან ჭკვიანო ნაბიჯს გავდნენ და რა გადაწყვეტეს 2024-ში, ხო? ამაზე ჩვენ ადრე მოკლედ გვისაუბრია, რომ მოდი ტრამპი ახლა გაიბრძოლებს ევროკავშირის წინააღმდეგ, ტრადიციული და ჩვენ დავასწროთ და გავხდეთ ამ კლუბის წევრები და ორბანიც აგერ არის და დაგვეხმარება. და მართლაც რაღაცაში ესე მართლა მოხდა, ტრამპა მართლა გაიბრძოლა და თავიდან ვიცე-პრეზიდენტი ვენსის გამოსვლა მუნხენზე მძიმე შტაბ-შტილება დატოვა, სუბუქად რო ვთქვათ. და იყო ძალიან ბევრი კრიტიკა ამერიკიდან ევროკავშირის მიმართ. მე ამერიკა და ევროკავშირი ასე თუ ისე თალაკდნენ, ეს ერთი. მეორე, ჩვენმა ამ წინსწრებმა დარტყმამ ევროკავშირზე ძალიან მაგრა იმუშავა, ხო მხოლოდ ერთი მართულებით. ევროკავშირთან ურთიერთობა გავიფუჭეთ, თან გავიფუჭეთ კარდინალად, მაგრამ ტრამპთან ვერც ვერ მივახციეთ. ვერც ორბან მოუშველა ამას, რომელიც ახლა თვითონ საშველი გახდა, ხო? და ვერც კიდე საშველი ორბანს რა გაუშველი. ხო, ვერც კიდე კობახიძის ახლა ბოდის მოვიხდი, მაგრამ ძალიან არაპროფესიონალურმა და ცოტა როგორ თქვა ეს ბრიყულმა წერილებმაც, რომელიც მაგრამ ახლა რაღაც მაინც იმედი გაუჩნდათ, ხო, რომ რაღაც სუტყვილა. ეს კობახიძის განცხადება არ არის ფლად ახლა ძალიან ისეთი აღფრთოვანებული, კობახიძე იგივეს ამბობს, რომ ჩვენო ნათქვამი გვაქვს, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა და დავიწყოთ სუფთა ფუშლიდან და ჩვენი საგზაო რუკა შევთავაზეთო. ხო, და საგზაო რუკარი ამათი არ ვიცი, მაგრამ ამერიკელებმა უთხრეს, რომ კარგად შეინახეთო ეკო. შესაბამისად, კი. ამერიკა უთხრა, რომ არის პირობები, გინდათ. ეს არის ვერო, თუ არ გინდათ, რას დაგჭირდება, იმაზე ვილაპარაკებთ ხოლმე. всё, აი ეს არის ძალიან მარტივი ფორმა. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის და ეს მე ამერიკელებთან არენდობიან ქართულ ოცნებას, ბატონო მე. რაც არ უნდა უთხრას ქართულ ოცნება, სანამ ქმედებას არ ნახავენ. იყო პერიოდი, როცა მათ დაპირებებს ამერიკელები ენდობოდნენ და წინასწარ აძლევდნენ რაღაც ფორმატებს და დახმარებებს. ეს იყო 2018 წელს, ეს იყო 2019 წელს. დღეს მას შემდეგ რაც ბატონო ბიზინონიშვილმა დაიმუქრა, გახსოვთ რომ ელჩთანო საუბრის ჩანაწერი მაქვს და გამოაქვეყნება. აი, ესეთი რაღაცებისგან შედგება ან ინგრევა ნდობა. ამ შემთხვევაში ნდობის დამანგრეველი იყო და ნდობა საერთაშორისო ურთიერთობებში თუ შენ გინდა პარტნიორული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ნდობა არ გაქვს და პარტნიორობაზე ვარ, მაშინ არის პრაგმატული რა, მანეთი ამაში, კაპიკი იმაში. აი ესეთი ურთიერთობა იქნება. შესაბამისად დღევანდელი გამოსვლა აქცენტი არის თან ბიზნესზე გაკეთებული, ხო, ამერიკული ინვესტიციები, ანუ ეკონომიკური ინტერესები გვაქვს. ეს უკვე ტრამპის ის არის. ეს ეკონომიკური ინტერესები დამიჯერეთ არის მხოლოდ ეს ტრამპის დავალებაა, რომ ყველა განცხადებაში უნდა იყოს. თეთრი საყრდან არის წამოსული, რომ ვერანაირი ინვესტიციები საქართველოში ხა ამერიკული დღეს ვერ განხორციელდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ის პროექტები, სადაც ამერიკას უნდა შესვლა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მიცა ქართულ მოცნებამ, ხო? კონკრეტულად ვიცით რა პროექტზეც არის საუბარი. ეს ანაკლიაზე. ანაკლიაზე მაგალითად. ეხლა რა რჩება? რჩება ის, რომ აი დღეს მაგალითად ბატონმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მოხსენება გააკეთა და ანგარიში წარადგინა. ნახეთ თქვენ ეს ანგარიში? ჯერ არა, მაგრამ ხო, მე რეკომენდაციას გაგიწევთ, რომ წაიკითხოთ, საგარეო პოლიტიკა ცალკე არ არის საერთოდ. თვითონ მივა პარლამენტში და წარადგენს ამ ანგარიშს. არ არის იდოკოც აიღეს. მაგრამ უნდა მივიდეს კიდეც. ხო. და თვითონ წარადგინოს, მაგრამ პარლამენტში ექნება გამოსვლა. ეს სავარაუდოდ უნდა კონდეს წესი ასე არის, ხო, რომ ანგარიში თვითონ უნდა წარადგინოს პარლამენტში. ეს ანგარიში თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა რატომღაც გაერთიანებული ამ ანგარიში. მე ვერ მივხვდი რატო, რა კავშირში. ჩვენ ახლა ამერიკა გავხდით და ძალის პროექტირებას ჯარით ვაპირებთ თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ საგარეო პოლიტიკას წერეთ ძალიან ცოტა. ნუ იქ ახლა დანარჩენ ტყუილებზე არ ვიტყვი რეები წერია ახლა იმაში შიდა პოლიტიკაში და რაღაცებში, მაგრამ საგარეო პოლიტიკაზე ევროკავშირთა ჰარმონიზაციაზე მიდის საუბარი, თვითონ ახლა 2006 წელში ვართ ისევ და ჯერ კიდე კანდიდატის კი არა იმის სტატუსიც არა გვაქვს. და პირდაპირ მეორდება ერთ-ერთში შემდეგი სიტყვები. საქართველო განაგრძობს მრავალვექტორული პოლიტიკის განხორციელებას. ისეთ ვინ ლაპარაკა საქართველოს მრავალპოლიტიკაზე? ალბათონმა ზახაროვა. 3 დღის წინ, ზუსტად ერთი. ანუ რას თქვა ზახაროვა? ზუსტად იგივე თქვა კობახიძე. ზუსტად იგივე თქვა. ხო. ძალიან საინტერესო. ის არც თავიდან არ დაუმალავს 2012-ში არ დაუმალავს ახლა ეს. ის როგორ არის?
ნახევრად სიმართლებით ლაპარაკი არის ქართული ოცნების ზანგასტი. თქვენ გქონდათ ძალიან კარგი პოსტი დღეს, ბევრი კაი პოსტები გაქვთ, თქვენ კომპლიმენტს არ გეკეთებთ, ეს ჩემი აზრია. გერმანიის ეკონომიკა. მე ხა დამაინტერესა. ხო, ანუ მე კი არა, აი შევახსენე ხო. ქართული ოცნების ის იყო. ანუ იმედმა დადო კარდი, რომ გერმანიაში სიღარიბე ავიდა 16% დავდა და ანუ სულ იმის პროპაგანდაში არიან, რომ ევროკავშირში მალე სიღარიბე დაისადგურებს. ეხლა მე ეგ გამოვიკვლე და რა ხდება თურმე. ნიუსი, იმეც ნიუსი არის შემდეგი. გერმანიაში 16% სიღარიბის ზღვარზეა, რაც 13.6 მილიონი ადამიანია და ეს ისტორია ეს დადო იმედი. ეხლა სინამდვილეში მათხოვრის სურათი იყო გერმანიაში ვიღაცა რომ მათხოვრო. გერმანიაში გამოიძიეს სიღარიბის რისკის ზონა. არა სიღარიბის ზონა. და ეხლა ჯერ დავიწყოთ რა ითვლება გერმანიაში სიღარიბე. მოდი ვიკითხოთ. გერმანიაში სიღარიბე ითვლება თუ ადამიანს აქვს 1400 ევროზე ნაკლები შემოსავალი. ანუ ეს არის 4400 ლარი. შესაბამისად 4300 ლარი თუ აქვს. ჩვენ პლუსზე რაღაცებს მანიპულირება ხო. და ეს ამ ხალხს კი არა აქვს ასეთ ცოტა შემოსავალი. ითვლება რომ შეიძლება აღმოჩნდნენ ამ შემოსავლის ქვეშ. ხა წარმოგიდგენთ ქართული მისყო ჩვენ ფასების კომისია ყველაფერი 4000 ქვეყანას ეჯიბრები, სადაც 4300 ლარი შემოსავალი. რამდენ ადამიანს? ოჯახზე არ არის, ადამიანზე აქვს საუბარი. ითვლება ღარიბად, ხო? ეგ სიღარიბეც კიდე სხვადასხვანაირად ითვლება, არის ფარდობითი სიღარიბე, არის აბსოლუტური სიღარიბე. აბსოლუტურ სიღარიბეზე ეჭვმაქვს მათ ლაპარაკი არ არის. არის ფარდობითი სიღარიბეზე. პრობლემა დეშმაკი არის დეტალებში, ხო? პრობლემა რა არის? სხვადასხვანაირი ტერმინები არის და ამით მანიპულირება. გერმანიაში 1400 евро არის მინიმალური ხელფასად ითვლება. პრობლემა არის ის, რომ გერმანიაში ბევრი ყავს პროფესიონალური მუშაობები. ანუ ეგ რა არის? გერმანულ სისტემაში თუ არ მუშაობ 568 ევროდან დაწყებული გაქვს შემოსავალი პლუს ბინისკირა დაზღვა, ანუ დაახლოებით 1500-1400 евро სახელმწიფო გაძლევს. შესაბამისად მინიმალური ხელფასი ჯობია რომ არ იმუშაო. თუ ზარმაცი ხარ რა და კარიერა რაღაცა. შესაძლოა ხალხი არის სპეციალურად არ მუშაობს რომ ეს შემოსავალი კონდეს. აი ესეთ რაღაც მოგოთ ბევრი დეტალი, ეს არ ნახავთ ყოველ. ყოველ სამუდამოებად ხა. ერთხელ სამუდამო. ხო, ამას აგრძელებენ, გასაგები, მაგრამ ანუ რას გულისხმობს ეს მრავალვექტორული პოლიტიკა? ეს მართლა საინტერესოა. ამ მრავალვექტორული პოლიტიკა რამდენად იქნება მისაღები აშშ-ისთვის, ხო? მრავალვექტორული პოლიტიკა შეიძლება განახორციელოს თურქეთმა. აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ ისტორიულად ესე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი იყო, მას მაინც ხვანარი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროსაც არავის ჯერ გერმანიის მხარეზეც იყო, ბრიტანეთის მხარეს. ეს არის თურქეთი არის თითქმის 100 მილიონიანი ქვეყანა, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარი ყავს. რიცხოვნობით ყველაზე დიდი და ბოსფორების გასასვლელი და რამოდენიმე ზღვაზე და უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი მე-18 ეკონომიკა მსოფლიოში. თურქეთს თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ მე ვახორციელებ მრავალ პოლიტიკას. კი, მე ნატოს წევრიც ვიქნებ და ყველა ეუბნება, კი ბატონო, შენ რაც გინდა ის ქენი. შენ ელაპარაკე ჩინეთსაც, ელაპარაკე ამერიკასაც, ელაპარაკე რუსეთსაც და მეტიც კი ჩამოვალ და სტამბოლში შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს, ხო? ეს შეუძლია. შენ როცა მრავალვექტორ პოლიტიკაზე 20% ტერიტორიის ოკუპირებული გაქვს. უსაფრთხოების სისტემა არ გაგაჩნია. და იმის მაგერად რომ ქვეყანას აშენებდე საკუთარ ოპოზიციას და ჟურნალისტებს დაძდეო, ეს მაქსიმუმ დემაგოგია, მაგრამ ამ შემთხვევაში ცუდი დემაგოგია, იმიტომ რომ ეხლა პოლიტიკოს ხომ უნდა გესწრებოდეს, რომ სხვა სიტყვები თქვა, არა, ქალბატონი ზახაროვას ფრაზა რატო უნდა გაიმეორო დაზეპირებულივით, ხო? ხო შეიძლება თქვა რომ ჩვენ გვაქვს მრავალმიმართულიანი პოლიტიკა, ხო? ეხლა ვექტორი მანდამე ლათინური სიტყვა არ არის ქართული, ხო? ან ჩვენ მრავალპარტნიორ ურთიერთობას გავაკეთებთ, კიდე უკეთესი, ხო? რა საჭირო იყო ეხლა ეს რაღაც ფროიდულად გამოჟონოთ, რომ რუსეთისთვის მრავალვექტორული პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ შენ არ წახვიდე დასავლეთში. რუსეთთვის ნიშნავს, რომ შენ ხარ უპატრონო. შენ ხარ უპატრონო და როცა დაჭერ, შეხედეთ ასეთ მდგომარეობაში როგორ ვარ დღეს ჩვენ. ჩინეთს პოლიტიკური ინტერესები აქ არ გააჩნია. უბრალოდ არ პროექცირებს ჩინური ძალა, აქ არის ეკონომიკური შემოსული. თურქეთი რუსეთს კონკურენციას ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ უწევს და ჩვენც არა გვაქვს თურქეთთან ისეთი ურთიერთობა, რომ ჩვენ გამო თურქეთმა რუსეთთან იჭყობოს. აზერბაიჯანს გამო იზავს ამას, მაგრამ ჩვენ გამო თურქები ამას არ იზავს. ამერიკა აღარ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირს ვაგინებთ ახლა საბჭოთა კავშირის ეძახის, ხო? ბატონი პაპუაშვილი და შესაბამისად ჩვენ ვართ უპატრონოდ. უპატრონო ეხა შეიძლება დამამცირებელი სიტყვა იყოს, მაგრამ პოლიტიკა რეალიზმზეა დაფუძნებული. დღევანდელ სამყაროში, სადაც თან ირღვევა ეს ტრადიციული სისტემები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოს რომელიმე ალიანსის ან პარტნიორობის ქოლგის ქვეშ ყოფნა პატარა ქვეყანას. განსაკუთრებით, როცა რუსეთთან გაქვს საკმაოდ საზღვარი. მაგრამ აქ შეიძლება უცებ გითხრას, აი ნახეთ სომხეთს რას უშვება რო გადაწყვეტეს. რო გადასუცხადებს, გაზის გაძვირებით ემუქრება და ანუ სომხების ცხოვრება გაუარესდება. სანო როცა სომხეთი იყო რუსეთის მხარეზე, რაში შეიძლება მე სამხედრო ისიც მოდი ესე შევხედოთ.
სომხეთი როცა იყო რუსეთის მხარეს რა აზერბაიჯანის წინამდე რატო არ დაეხმარა მაშინ რუსეთი გინდა ხუთ გენომში და კიდე მეორე ომში ქართული ოცნება იბრალებს რომ კი ნუ კაი ხა ევროკავშირთან არ გამოვიდა ამერიკასთან არ გამოვიდა მაგრამ ომი ხო არ ყოფილა ხო ეს არის მათი მთავარი ეს არგუმენტი იქნებოდა სწორი რომ რუსეთს უკრაინის ომის შემდეგ კიდე ვინმესთან სხვასთან ომი დაეწყო სომხეთთან ყაზახეთთან ასად მაშინ იყო და ჩვენთან კი არ დაიწყო ომი ხო რუსეთს დიდი ხანი აღარ აქვს იმის რესურსი იმიტომ რომ ომზე არ არის მარტო ჯარი ამას ჭირდება პოლიტიკური ეკონომიური და სტრატეგიული რესურსიც რომ რამოდენიმე ფრონტზე ომს ეს უკრაინის ომმა დაგვანახა რამდენად სუსტი აღმოჩნდა რუსეთი კონფლიქტებში ხო შესაბამისად არც ერთ სხვა ქვეყანასთან აგრესიის გამოვლენა რუსეთს აღარ გაუკეთებია 20-22-მდე ამას თუ ხშირად აკეთებდა ჩვენ გვახსოვს ხო ყაზახეთში ჯარის შეყვანა ესე ეხა აღარ შესაბამისად შენ რომ ამბობ რომ მე ომი ჩემთან ომი არ ყოფილა იგივე შეუძლია თქვა პაშინიანს ალიევს ტოკაევს მოლდოვას ყველას და ამ ლიდერები ვინ ჩამოთვალე არც ერთი არ უძურება რუსეთს მეცაც გეტყვით ტოკაევი რომელიც ტრადიციულად რუსეთის მოკავშირე იყო ყველანაირ ნიშანს იძლევა იმისი რომ დისტანცირებას აკეთებს რუსეთიდან ნელ-ნელა თუმცა ეხლა რაღაც ერთობლივი განცხადება მიმართეს სომხეთს ხო რომ კი ან ჩვენთან იყავი ან ევროკავშირთან ხო მაგრამ ყაზახური ლაპარაკი იყო ძალიან კარგი მოდ გახსოვთ ხო ეგ ინციდენტი რომ რუსული მაგრამ მე ვეთქეს რომ ცოტა წინა შეხვედრაზე იყო არ ვიცი როგორ შეხვედრაზე იყო ვიდეო რომელიც ნახე და გვახსოვს როგორ არ აღიარა უკრაინაში ოპერაცია ტოკაევმა რომ უთხრათ მაყურებელს რაზე ლაპარაკი პუტინი გამოდის ყაზახეთში და ამბობს რომ აიო რუსული ენა ოფიციალური ენა არის რუსულად ლაპარაკობ ყაზახების და სხვები რატო არიანო ხო და გამოვიდა ტოკაევი და დაიწყო ყაზახურად ძალიან დემონსტრირებ იმიტომ რომ ტოკაევი რუსეთშია განათლებული და რუსულად უკეთესად ლაპარაკობს ამბობენ ვიდრე ყაზახურად მაგრამ ამან პრინციპულად გააკეთა პაშინიანი რომელიც მართავს ქვეყანას სომხეთს და ეს ქვეყანა იყო რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე ეს არის ქვეყანა რომელიც სერჟ სარკიშიანის დროს თავის ინიციატივით შევიდა ევრაზიის კავშირში და რუსეთის ყველაზე დიდი საგარეო ბაზა იყო განლაგებული სომხეთში რომელიც შემცირდა რაოდენობით გიუმრის ბაზა ხო ეს ქვეყანა მისგან შორდება. მოლდოვაზე ლაპარაკი ზედმეტია საერთოდ მას მერე რაც ვორონინი და დოდონი და ისინი ყავდათ, ეხლა საერთოდ ევროკავშირში დღეს ნახეთ რომ ცალკე სამიტი ჩაინიშნა 22 ივნის მოლდოვა ევროკავშირზე, სადაც უკვე ევროკავშირში მიღებაზე ლაპარაკი. ვინ ჩამოგითხო? ყველა ეს ქვეყანა. მაგრამ მოლდოვაზე ის პროპაგანდა აქვს აგორებული, აი რუმინეთში შედის და სუვერენიტეტი. რუმინეთში შესვლა მოლდოვისთვის ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ისტორიულად აბსოლუტურად არ იქნება უცხო. იმიტომ რომ სტალინმა წაართვა ბესარაბია და ბუკოვინა იმას, რა ქვია, რუმინეთს და დაარქვა მოლდოვის რესპუბლიკა. მიაბა რაღაც მიწები და დაარქვა დნესტრის საკეთა მხარე და დაარქვა მოლდოვის რესპუბლიკა. ისტორიულად რუმინული მიწები ეს აბსოლუტურად და მოლდოვური ენა არის რუმინული ენა, აბსოლუტურად. და მაია სანდუს და ბევრი ზორმაგი მოქალაქეებიან. ეს ერთად ეს დაახლოებით იგივეა რომ ვიღაცამ რომ დაძრახოს მაგალითად მე ჩვენ ოსეთს რომ აი საქართველოში რატო ხარ და რაღაც. იმიტომ რომ ჩვენი ნაწილია. მაგრამ რას იბრალებს ქართულისნი? იმას რაც ყველა დანარჩენმა გააკეთა. არ დაუწყია რუსეთს ბატონო არავისთან ომი. რას იბრალებ? თქვენ ამშვიდობას ყველას აქვთ, მაგრამ ძირეულ პრობლემად რჩება შემდეგი. არა ამერიკასთან ურთიერთობა, ბატონო მერაბ, არა ევროკავშირთან ურთიერთობა, არა თურქეთთან, სომხეთ. ეს არის სიღრმისეული და სისტემური არცოდნა საგარეო პოლიტიკის. აი ეს მჟღავნდება. შენ თუ საგარეო პოლიტიკაც. კაი, არ გინდა ევროკავშირთან ურთიერთობა. რა საჭიროა გერმანიის, აი რას გაძლევს გერმანიის ელჩის ლანძღვა? ხო, ნუ ყოველდღე ლანძღავენ, მაგრამ ნახე როგორ სიტუაცია აღმოჩნდა რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ბატონი კარტოზია არ აქვს 8 თვე აკრედიტაცია. ხო, არ აქვს. ანუ როგორც არის, ხო, ეხა გერმანიის როცა ახალი ელჩი ინიშნება ქვეყანაში, ის ელჩი უნდა შეხვდეს პრეზიდენტს და გადასცეს წვდოთა სიგნალი და 8 თვეა არიღებს გერმანიის პრეზიდენტი ბატონი შტაინმაიერი, ხო? ნეტა რატო? ანუ არიღებს ხო, და ამაზე არიან გაბრაზებული, რომ ანუ ელჩი ოფიციალურად ვერ ფუნქციონირებს გამოდის. ბატონი ალექსანდრე რატო ხდება ესო? გერმანიის ელჩი 8 თვის წინ დაიწყეს მისი ლანძღვა? ზუსტად იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის როცა ყოველდღე ლანძღავენ გერმანიის ელჩს და თან უკვირთ რომ რატო? ხო, ბატონო მერაბ, იმ დღეს მაშინ როცა ბატონმა მერაბ კარტოზიამ შეიტანა თავისი აკრედიტაცია გაიგზავნა, გერმანიის ელჩის ლანძღვა ხო, ალექსანდრე. გერმანიის ელჩის ლანძღვა გახურებული იყო აქ. და მაგაზე ხო გერმანელებმა რა ჩვენ ხوار გავიწყდება რომ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ. სოფლიოს ეკონომიკის ხუთეულში შედის და პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება რაღაც ფაშიზმი და რაღაცები გაახსენა გერმანიას. ნუ ეს არის რა დაიწყება რა თქვენ ფაშისტებო და რა. ხო, თქვენ ხო იმას ჰოლოკოსტს ახორციელებდით და როგორ ბედავთ ჩვენი ბატონი შალვა პაპუაშვილის და ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებები ძალიან გავს
უნიჭოთ გადმოთარგმნეს საბჭოთა განცხადება. ესეთ განცხადებებს, მაგრამ მაშინ იქ ბევრად უკეთესად მუშაობდნენ და ამ განცხადებებში მეტი ისტორიული ფილოსოფიაც იყო და საბჭო კავშირს ამის უფლება ჰქონდა გამომდინარე იქიდან, რომ სუპერსახელმწიფო იყო. კი და ანგრია ბოლო-ბოლო ამ ყველაფერმა, მაგრამ კი ბატონო, შევაჯამოთ. დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც საგარეო პოლიტიკას არა მარტო ვერ აკეთებს, მინუსში გაყავს რა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ეს ვთქვა. მაგრამ ამასთან ერთად ამერიკის განცხადების არ იყო სამწუხაროდ ჯერჯერობით ოპოზიციამ ვერ მოახერხა რეალისტურად, ასე ვთქვათ, შებრძოლებოდა ხელისუფლების ზუსტად ჩამორთმევაში. ამ ეტაპზე იმ დღეს როცა ჩვენ ამას ვსაუბრობთ 2 ივნისს ჯერჯერობით ეს ფაქტი შემდგარი არ არის. ამიტომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ერთის მხრივ გვაქვს სურვილი რომ მოხდეს ცვლილებები, არიან ადამიანები, ვინც ამ ცვლილებებს ადვოკატირებენ, მაგრამ მეთოდები და გზა, რომლითაც ეს კეთდება, სამწუხაროდ წარმატებული არ არის. გასაგებია. ხო და ამერიკელების განცხადებას თავიდან ბოლომდე მაგას ეპყრობა, რომ ესენი სანამ იქნებიან, ნიშნავს იმას, რომ როგორი არჩევნიც არ უნდა იყოს, უნდა მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობა იმ არჩევნებში. ამას ნიშნავს ამერიკელები. ესეთ რამე იქ არ წერია. არ წერია, თუ ნიშნავს ამას. მე ვერ გეტყვით, მე ვერ დავინახე ამის ნიშნები, რომ როგორი არჩევნებიც არ უნდა იყოს. რაღაცა დემო ინსტიტუციებს ესეთ პატევიდან რაღაცას. ეგ არის სტანდარტული და კლასიკური ამერიკული ტექსტი. აბსოლუტურად გასაგები იყო ამერიკელებს მიაშინათ დღეს, რომ ოპოზიციის ეს გზა არ იყოს სწორი და მიაშინათ არა იმიტომ, რომ რაღაც იდეოლოგიურად არ იმეშვებიან. მიაშინათ იმიტომ, რომ შედეგს ვერ მიაღწიეს. თქვენ ხო იცით, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. მაგის საწინააღმდეგო ხო იცი რა დამარცხებულებს ძალიან მაგრა ასამართლებენ ხო. შესაბამისად, დამარცხებული თუ ხარ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ცოტაც გააკრიტიკებენ კიდევაც. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ნოდარ ხარშილაძე იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გვექნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ კიდევ ორ სტუმარს მოусმენთ, გიორგი ტუმასიანი, ინიციატივა ჯერ საქართველოს და გიორგი სიორიძე, ლელოს წევრი შემოგვიერთები. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც იცით, საუბრობთ ვაშინგტონის გზავნილებზე, რომელიც დატოვა აქ იმ დელეგაციამ, რომელიც იყო ჩამოსული ვაშინგტონიდან, ისინი შეხვდნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ამ თემაზე ნაწილობრივ და გადაცემის მეორე ნაწილში მოგასმენინებთ განცხადებებს, მათ დატოვეს რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის და ვინ როგორ აფასებს ამ გზავნილებს. ამაზე არის სწორედ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გიორგი ტუმასიანი არის ჩვენი შემდეგი სტუმარი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი. მოდესალმებით გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენ როგორ გაიგეთ ეს გზავნილები, ხელისუფლებას რას თხოვენ და ოპოზიციას რას თხოვენ, ამაზე რომ ვისაუბროთ კონკრეტულად. პრინციპში ხელისუფლებას იგივე შინაარსის მოთხოვნები არის მათსადმი, რაც აქამდეც იყო. და ფართოდ ეს გამოიყურება როგორც იმ წინაპირობების შესრულება, რომელიც დიდი ხანია პრინციპში ნათქვამია, რათა მოხდეს ურთიერთობების განახლება შეერთებულ შტატებთან, ანუ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამისთვის საქართველოს უნდა ნაბიჯები გადადგას, ყოველთვის ამას ამბობდა სახელმწიფო დეპარტამენტი, ეს მოიცავს რა თქმა უნდა გადახვევას იმ ესე იგი საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების კურსიდან და დაბრუნებას ტრადიციულ ევროატლანტიკურ გეზზე, თუმცა თავისი შესაძლო ადაპტირებული თუმცა ეს პირდაპირ ესე ნათქვამი არ არის, ხო იქ? იქ ხაზგასმულია პირიქით სუვერენიტეტის მნიშვნელობა და ეს ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ ეს არის შეხსენება ოცნებისთვის, რომ ვაშინგტონი არათუ ეხლა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს, მე შემიძლია ასობით განცხადება მავნე გარე გავლენებისგან გათავისუფლება. ასობით განცხადება გარე გავლენებში რა იგულისხმება საინტერესო. ასობით განცხადება შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ წლების 10 წლეულების განმავლობაში, სადაც ვაშინგტონი ამბობს საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა, შესაბამისად ამის მხარდაჭერა ყოველთვის იყო. ახლა ბუნებრივია ჩვენ ხო რეალიებს უნდა ვუყუროთ. რეალობა ის არის, რომ დღეს ვაშინგტონის და ბრიუსელის მიდგომები არის სხვადასხვა. ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის მიდგომები იყო ერთი ტიპის და ეს არის პოლიტიკურად მემარცხენე, ან პოლიტიკურად მემარჯვენე ცენტრისტული, მოკლედ ძირითადი განსხვავება იმაში არის, რომ დღეს ვაშინგტონისთვის პრაგმატული ინტერესები, მათ შორის კომერციული ინტერესები უფრო ზემოთ დგას
ვიდრე ადამიანის უფლებები და დემოკრატია. და ბრიუსელისთვის როგორც იყო, ისევ რჩება პირველ რიგში დემოკრატია. შესაბამისად, გარკვეული ლოგიკური თანხმედრა ქართული ოცნების შემოთავაზებებთან ნამდვილად არის, იმიტომ რომ ოცნება ცდილობს იმის თქმას, რომ მოდით ტრანზაქციულად შევთანხმდეთ, ვივაჭროთ და დემოკრატია ადამიანის უფლებების გვერდზე გადავდოთ და ამ ლოგიკაში გარე ჩარევებს რაც შეეხება გარკვეული შეიძლება ნაბიჯად აღვიქვათ ეს ოცნების მიმართ, რომელმაც პრინციპში ასე თუ ისე შეძლო ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და შეერთებული შტატები გაცილებით უფრო ავტორიტარულ და დიქტატურულ ქვეყნებთანაც კი მუშაობენ. ხო და გოცნებასაც ამის იმედი აქვს, რომ ჩვენთანაც იმუშავებენ. სავარაუდოდ ეგ არის, ხო? ოცნების პოზიცია. ოცნებას ეს იმედი აქვს. აი ეს რომ დაიწყო ხა დიალოგი ნიშნავს თუ არა იმას, რომ გამართლდება ადრე თუ გვიან ოცნების ეს იმედი ასე ვთქვათ. საქმე იმაშია, რომ ოცნების იმედი არ არის გამიჯნული რეგიონალური გეოპოლიტიკისგან. მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ პრაქტიკულად აირჩია ეს გეზი, ამავდროულად მათი განზრახვა ვაშინგტონის მიმართულებით გადატვირთვისკენ რეალურად არ წარმოადგენს სიღრმისეულ სურვილს იმისა, რომ გადახედონ საკუთარ პოლიტიკას. ანუ მათი მოთხოვნებზე, მათი მიდგომებით უნდა ვაშინგტონმა აღიაროს ეს ახალი რეალობა, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებას. ახლა ის რომ ვაშინგტონისთვის დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია დემოკრატია ვიდრე ტრანზაქციული ურთიერთობები, ეს არ ნიშნავს რომ გამქრალია დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კომპონენტი როგორც ასეთი. არ ნიშნავს რომ გამქრალია ტრანსატლანტიკური კავშირები როგორც ასეთი. შესაბამისად ასევე არ ნიშნავს იმას რომ ვაშინგტონი მზად არის თვალი დახუჭოს იმაზე რომ ქართული ოცნება და ასე დაუახლოვდა რუსეთსაც, ჩინეთსაც და ირანსაც. ბოლოს და ბოლოს აგერ ტრამპის ადმინისტრაციამ 2 თვის წინ გამოაქვეყნა დაზვერვის საზოგადოების დასკვნა, რომელიც საჯაროა, სადაც წერია რომ ამერიკის ძირითადი საფრთხეები არიან 5 ქვეყანა და ჩამოთვლილია რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და პაკისტანი ბირთვული და სხვა ავტორიტარული მოკლედ მიდრეკელებების გამო. შესაბამისად ამ ხედან სამთან ქართული ოცნება პირდაპირ თანამშრომლობს და იქ უკვე ჩდება სხვა საკითხები, ანაკლიის სპორტის საკითხი, ინფრასტრუქტურის საკითხი. აქ თემა რა არის? როცა ამ ნათქვამი არის, ხო რაღაც პირობებიო, იმისთვის პირდაპირ რაღაც პირობები და კონკრეტულ სტრატეგიულ პარტნიორობისკენ დავუბრუნდეთ ისევ. ამ პირობებში ხა დემოკრატიის მოთხოვნა არის იქნება პრიორიტეტი თუ ის რომ ჩინეთი, ირანი და ასე შემდეგ. ანუ აი ეგ არის აქ საინტერესო რაც ჩვენ არ ვიცით. ხო, რა თქმა უნდა, საჯაროდ ეს ზუსტად არ ვიცით, თუმცა მე ვფიქრობ რომ გარკვეული ბალანსი ამ ორ შორის. ანუ არც მხოლოდ ერთი, არც მხოლოდ მეორე და ნამდვილად იქ რაც ნახსენებია რომ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე, ანუ ეს არის პირდაპირი მოთხოვნა, ეს უკვე საჯარო ნაწილია, რომ ქართული ოცნება, რომელიც დღეს ოპოზიციას მტრად აცხადებს და აგერ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგის დროს საინტერესო განცხადება გააკეთა, თქვა რომ თქვენ ხართ უმცირესობა ოპოზიციას მიმართა და უდიდესი უმრავლესობა ჩვენ მხარს გვიჭერს. აი აქ პოლიტიკურად სულთან უნდა დავსვა კითხვა. ხომ არ დაგვავიწყდა რაღაცა? კონკრეტულად 2024 წლის არჩევნების ოცნების მიერ დათვლილი და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები. მე რა პროცენტი ქონდა ქართულ ოცნებას და ჯამში ამ 4 ოპოზიციურ პარტიას? 24-ში? დიახ. ქონდა 54%-ამდე სტატა. ანუ 53%, 47%-ის საწინააღმდეგოც მათი დათვლილი, რომელიც ეჭქვეშ არის დაყენებული ამ 4 პარტიის მიერ, ხომ ასეა? და ადმინისტრაციული რესურსი კიდე ცალკე თემა. ანუ მათივე დათვლილი გამოდის რომ ნახევარი საზოგადოება მათ წინააღმდეგ არის და ეხლა კითხვა საიდან გაჩნდა მათ რიტორიკაში უდიდესი უმრავლესობა და თქვენ ხართ უმცირესობა ტერმინი, როდესაც არჩევნები დგინდება ეს და არა მართველი პარტიით სურვილები დგინდება ვინ არის ქვეყანაში უმრავლესობა, უმცირესობა და ასე შემდეგ. ასე რომ ქართული ოცნება აი რანაირად შეიძლება საკუთარი გამოქვეყნებული შედეგები არჩევნების გააყალბო საჯაროდ, როცა ამბობ რომ უდიდესი უმრავლესობა 53% არ არის უდიდესი უმრავლესობა.
არც 47% არის ის უმცირესობა, რომ ესე იგი არ ჩათვალონ არაფრად ოპოზიციის ხმა და დღემდე არაფრად ჩათვალეს საქართველოს მოსახლეობის 47%-ის პოზიცია. კი ბატონო, მაგრამ მეორე ნაწილი, რომელიც ოპოზიციას ეხებოდა და საუბარი იყო ინსტიტუციების პატივისცემაზე და ასე შემდეგ, ბევრმა ასე გაიგო, რომ ოპოზიციასკენაც ისროლეს კენჭი, რომ აი ბოიკოტი რაღაცა ასე შემდეგ აღარ არის საჭირო და რაღაც არჩევნები რაც იქნება, არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, როგორი გარემო იქნება. ასე შეიძლება ეს გავიგოთ. ხო, აქ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე არ იყო საუბარი. არა, კონკრეტულად აგრეთვე არა, ბევრმა ასე გაიგო. ხო, რომ აი ბოიკოტი არასწორია, რაღაცა და ანუ შეერთებული შტატები საუბრობენ იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. დღეს ამაზე საუბარი, ნახეთ, დღეს ადმინისტრაცია საუბრობს იმ პირობებში, როდესაც უკვე ვარ პრაქტიკულად გავიდა წელიწად ნახევარი, ხო, არჩევნებისგან, შესაბამისად გარკვეულწილად ვხედავთ შედეგებს და ადმინისტრაცია არის ახალი, შესაბამისად განსხვავდება წინა ადმინისტრაციის მიდგომა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, თუ ტრანზაქციულობაზე არის საუბარი, მაშინ შესაძლოა, ხო, ტრანზაქციული ლოგიკიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს რომ პარლამენტში ქონოდათ ეს მანდატი, ამის გამოყენება შეეძლოთ. მაგრამ აქ არის კითხვა. პარალელურად ოპოზიციამ დასვა კითხვა მათთან შეხვედრაზე, საჯაროდ ცნობილია, რომელიც შეეხება იმას, რომ ამ პარტიების აკრძალვას გეგმავენ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არსებითად არ ცვლის პარლამენტში ყოფნა არ ყოფნის საკითხი, იმას, რომ ქართული ოცნება არის მიდრეკილი ოპოზიციური ველის სამართლებრივ შეზღუდვისკენ. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ ახლა. ოპოზიციამ უნდა შეეგუოს ამ სიტუაციას და რასიზმ რა, როგორიც არის ესეთი გარემოა, ხალხის სიხეში ზის ისე მაგრამ მიიღოს მონაწილეობა მაინც არჩევნებში, ეს არის საბოლოო ჯამში. ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა ხერხი ხელთ არსებული იმისთვის, რომ გააგრძელოს პოლიტიკური ოპოზიციური პროცესი. ეს გულისხმობს როგორც პროტესტს, რომელიც გრძელდება, ასევე გულისხმობს მოთხოვნებს ამ პროტესტის და ეს არის პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და ასევე რეალურად ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი არის, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემების რეფორმა და შეერთებული შტატები ცხადია ერთადერთი პარტნიორი არ არის საქართველოში და იქ ბევრი სხვა პარტნიორი არის გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, სხვა რიგი ქვეყნები, შესაბამისად კომპლექსში უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს და ამას ემატება ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რომ ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს მზად პოლიტიკური ყველა ინსტრუმენტის გამოყენებისთვის, აი ეს გულისხმობს მათ შორის რა თქმა უნდა არჩევნებს და საერთოდ მე წინაზე საუბრობდი რომ გარკვეული ხო, აი 50-50 გაყოფილი პოზიციები რაც იყო წინა არჩევნებზე, იქ შეიძლება ბევრი ვიდაოთ რეალური შედეგები როგორი იყო, მაგრამ არსით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდეს ნამდვილად ის უმცირესობა და ოპოზიციურ მხარეს იყოს უდიდესი უმრავლესობა, შესაბამისად ამის შედეგად პოლიტიკური არჩევნების შედეგად, ანუ არჩევნებს გააჩნია საკუთარი ლოგიკა. მეორეა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არჩევნები იყოს რაც შეიძლება უფრო მაღალი ხარისხის და სტანდარტის და ნამდვილად და ეს დაკვირვების ქვეშ იქნება. ანუ საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებს საარჩევნო გარემოს მუდმივ მონიტორინგს და ყველა დასკვნა ამ ყველაფრის ნაწილია. ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია უნდა ემზადებოდეს ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი ვალდებულებების შესრულებისკენ. კი, საკუთარი ვალდებულების შესრულებისკენ, მაგრამ თუ გარემო არ შეიცვალა. ამ სიტუაციაში არჩევნებში მონაწილეობა ხوار და მსგავსება უბრალოდ რაღაც ისე როგორც ოლიმპიადაში მთავარია მონაწილეობა და რაღაც რამდენიმე ადგილი გამოიყოფა პარლამენტს და იქნება პარლამენტში ოპოზიცია, ქუჩაში აღარ იქნება პროტესტი, ამერიკაც ყვაყოფილი იქნება, იმიტომ რომ სტაბილურობა რამდენჯერმე არის ნახსენები, ანუ სტაბილური პოლიტიკური გარემო იქნება და ამით დასრულდება ესე ვთქვათ ეს ყველაფერი. სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის საჭიროა გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მქონე ძალისგან ამ ველის გასტაბილურობისკენ. გარდა ამისა, პოლიტიკური ქუჩის პროტესტი რომ შეჩერდეს, ეს არ არის ოპოზიციის გადასაწყვეტი. შესაბამისად, იქ არსებობს მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც უნდა დაკმაყოფილდეს და პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. არჩევნების დანიშვნა იყო მოთხოვნა იმ მომენტისთვის, თუმცა აქედან ახლა ჩვენ ასე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნები არც თუ ისე შორს არის და რეალურად ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ემზადებოდეს არჩევნებისთვის
და არჩევნებისთვის მზადება მათ შორის გულისხმობს სერიოზულ სამუშაოს, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. მოკლედ, წინა არჩევნების გამოცდილებას უნდა გავითვალისწინოთ და მე ვფიქრობ, რომ დღეს ნაადრევია ნებისმიერი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე. მთავარი არის დღესაც და მომავალი დროის განმავლობაშიც მაქსიმალურად გაძლიერდეს ოპოზიციური ფლანგი იმ მომენტში გადაწყვეტილების მიღებისთვის, სწორი გადაწყვეტილების, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად ემსახურება. ან ოპოზიციამ გააკეთოს ის, რაც მასზე არის დამოკიდებული. მოდი ასე. კი ბატონო, ხო? თავისი საქმე გააკეთოს ოპოზიცია. გამოვიდა რომ ეხლა ვთქვა ხელისუფლებას ვერავინ ვერ აიძულებს რომ უკან დაიხიოს ამ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისგან. იმიტომ რომ ვთქვათ დასავლეთის მხრიდან არ აღიარება, ამერიკის მხრიდან დაბალ დონეზე დაწევა ურთიერთობების არაფერი არ მოქმედებს. ისინი კვლავ თავისას აგრძელებენ, ხო, ხედავთ ასე. და გამოდის რომ ასეთ გარემოში მოუწევს ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ბევრი საკითხი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ძირითადად უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს. და ასევე მეზობლად სომხეთში არჩევნების შედეგებს, სომხეთ-აზერბაიჯანის ცენტრალურ აზიის რუსეთის გავლენიდან გასვლას, უკრაინის ომში დინამიკა იცვლება, უკრაინის სასარგებლოდ და ამაზე მეტყველებს თუნდაც ბლუმბერგის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები პუტინს აფრთხილებენ, რომ ვეღარ შეუძლიათ ომის დაფინანსება სრულფასოვნად, განსაკუთრებით უკრაინის დარტყმების შედეგად შიგნით რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, ნავთობის და ასე შემდეგ. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის ვითარება შეიძლება იყოს რადიკალურად სხვანაირი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძირითადი არგუმენტი ოცნების არის რუსეთის მიერ წარმოებული ომის ან თავდასხმით მუქარა მოქალაქეების მიმართ და ამ მუქარამ იმოქმედა გარკვეულწილად შესაბამისად ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილება რომელიც მოხსნის რუსეთის საფრთხეს და ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობდა არჩევნების დღეს რომ ყისერად ომი დაიწყებაო ანუ რუსეთით გვემუქრებოდა და არჩევნების დღეს როგორც კი საქართველოში და გეოპოლიტიკურად ჩვენს ირგვლივ ვითარება შეიცვლება, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება იძულებული იქნება ადაპტირდეს სრულიად ახალ რეალობას და მეტიც საქართველოს მოქალაქეებიც ადაპტირდებიან იმ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც იცვლება ჩვენს სასიკეთოდ მეზობელ ქვეყნებშიც, უკრაინას მიმართულებითაც საბოლოო ჯამში ირანშიც კი როგორი ცვლილებები იყო, შესაბამისად ეს ყველაფერი გრძელვადიანად საქართველოს გამარჯვებას უსურვებს. გიორგი ტუმასიანი იყო ჩვენი სტუმარი, ჯერ საქართველოს წევრი, ეს მოძრაობა არის, მაგრამ მალე პარტიად გადაკეთდება და ახალი პოლიტიკური პარტია იქნება ჩვენს ორბიტაზე. ჩვენ შემდეგი სტუმარი შემოგვიერთება გიორგი სიორიცე, ძლიერი საქართველოს ლელოს წევრი. ლელო არის პარტია, რომლის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ ეს ამერიკელი სტუმრები და შესაბამისად საინტერესო იქნება სწორედ მათი მოსაზრების მოსმენა. მაგრამ ამამდე გაგაცნობთ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რა თქვა ამ თემაზე. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ოპოზიციას არ ისარგებლა საკუთარი მანდატებით. მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, მათ შორის მიდგომა ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებულიო თქვა კობახიძემ, ანუ ოპოზიციის ბოიკოტი ბაიდენს დააბრალა ფაქტობრივად. გიორგი სიორიძე შემოგვიერთდა, გამარჯობა გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი პარტია იყო შეხვედრაზე ამ დელეგაციასთან. შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად რაზე იყო იქ საუბარი? ანუ ბევრს სხვადასხვანაირად გაიგო ეს ოპოზიციისადმი მოწოდება, რას ნიშნავდა და რას ნიშნავს როგორია ამერიკელების პოზიცია ამ თემაზე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს და მიეცით წამალი ბავშვებს. ეს ორი თავარი პრობლემა არის ალბათ ამ ქვეყანაში, ბევრ უამრავ, რა თქმა უნდა, სხვა პრობლემასთან ერთად, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებულიც არის პირველი საკითხი, ხო, პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყანაში შეუძლებელს ხდის ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათ შორის წინააღმდეგობის მოძრაობისაც და ბუნებრივია საქართველოს საგარეო კურსი. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ საქართველო დაშორებოდა როგორც ევროპულ ორბიტას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისას, დიდი ბრიტანეთისას და გვახსოვს ის ცრუ დაპირებები მოლოდინს რომ ქმნიდნენ უფრო სწორედ თითქოს აი
20 იანვარს დაველოდოთ ინაუგურაციის დღეს, მერე იქ მარტში გადაწიეს და გავიდა უკვე წელიწად ნახევარი ტრამპის ადმინისტრაცია არის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში უცვლელია. ეს ქვეყანა არის ჩვენი სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერი და ქართველი ხალხის მხარდამჭერი. თქვენი შეხვედრაზე მოგახსენეთ. იყო საუბარი იმის შესახებ, რომ აი ვთქვათ, ბოიკოტი არ არის, ასე ვთქვათ, აღარ არის აქტუალური, ან შეცდომა იყო ეს ბოიკოტი. მომავალ არჩევნებში აუცილებლად უნდა მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა. რა პირობებით შეიძლება მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ამ არჩევნებში? მიუხედავად იმისა, შეიცვლება რამე თუ არა უნდა მიიღოს. ანუ როგორ არის ამ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება? მოგახსენებთ, აქ არაფერი არ არის დასამალი. იყო ცხადი ამაზე საუბარიც და ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი აზრი. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ავტორიტარული სახელმწიფო, არ არის რუსეთი, რომ რაიმე დირექტივა მისცეს პოლიტიკურ ძალებს, ბუნებრივია. თუმცა მათ აქვთ თავიანთი შეფასება და ეს შეფასება არის ცალსახა. მათ თქვეს სიტყვასიტყვით, მე ციტირებ და პასუხს ვაგებ ჩვენს სიტყვებზე. ამერიკის შეერთებული შტატები არის იმედგაცრუებული ბოიკოტის პოლიტიკით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება იმ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის პარლამენტის ბოიკოტს არ ეხებოდა თუ იმასაც? მათ ზოგადად ბოიკოტის პოლიტიკით და აქ საუბარი იყო კონკრეტულად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. იმიტომ რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხედვა არის ის, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა წარმოადგენდნენ ხალხს და წარმომადგენლობა შესაძლებელი არის იმ ერთადერთი მედიუმის მეშვეობით, რომელსაც ჰქვია არჩევნები. დემოკრატიის ერთადერთი ბერკეტი არის, მთავარი ბერკეტი არის არჩევნებში. ოღონდ ეს არ უნდა აგვერიოს თითქოს რადგან რეჟიმია, ბერკეტი არ არსებობს. რეჟიმი რომ არის, სწორედ იმიტომ არის ერთადერთი და უნიკალური არჩევნები, რომ იქ შეიძლება ჩვენ მივახციოთ შედეგს და კარგი მაგალითი გვაქვს ამისი უნგრეთი, ხო, როდესაც რეჟიმი დამარცხდა, ანუ არადემოკრატიული მმართველობა დამარცხდა დემოკრატიული ბერკეტით. დემოკრატიული, რაც უფრო არადემოკრატიული ბუნებრივია მმართველობა, მით უფრო რთული არის ამ ბერკეტის სარგებლობა მოქალაქეებისათვის და ამისთვის არის საჭირო იმდენად დიდი მონაწილეობა მოქალაქეების, ანუ მოქალაქეებმა უნდა თავისი სამოქალაქო ვალი მოიხადონ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სამართლებრივი ტერმინი. სამართლებრივად ამას ქვია საარჩევნო უფლება. ოღონდ საარჩევნო უფლება არის სამოქალაქო ვალდებულება და ეს ყველა მოქალაქემ კარგად უნდა გაითვალისწინოს. ვერც ორბანი ვერ აღუდგა იმ დამთრგუნავ წამლეკავ უმრავლესობას, რომელიც დაფიქსირდა მათ არჩევნებზე და დამარცხდა. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ფინალი გარანტირებული არ არის. შეიძლება რეჟიმმა აირჩიოს ორი გზა. ერთი არის ორბანის გზა, მეორე არის მადუროს გზა, ხო? როდესაც მიუხედავად წამლეკავი უმრავლესობისა თავზე ნაცარი დაიყარა და ის შედეგი გამოაცხადა, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდა რეალობას და როგორ დაასრულა მადურომ, ჩვენ ეს კარგად ვიცით. როგორ გრძელდება პროცესი უნგრეთში, ჩვენ ეს ასევე კარგად ვიცით. თუმცა ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოებასთან ერთად არის ის, რომ უნდა არჩევნებზე, როდესაც იქნება ეს, ხო, გამოვცხადდეთ სრული მობილიზაციით და არ მივცემთ რეჟიმს იმისი შესაძლებლობა, რომ იფიქროს თუნდაც რაიმე манипуляციაზე. რაც შეეხება კონკრეტულ წარმომადგენლობას, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და ზოგადად პოლიტიკაში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიებისთვის არის ესენციური, ხო, ფუნდამენტური რამ არის. მის შინაარსში მდგომარეობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ბრძოლის ბერკეტები, როგორც არის მაგალითად მშვიდობიანი კონსტიტუციური პროტესტი, ქუჩა, ეს არ უნდა იქნეს გამოყენებული. მაგრამ პოლიტიკური პარტიები უნდა მონაწილეობდნენ იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლის თუნდაც ფორმალური სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ასეთ სიტუაციაში თუ არაფერი არ შეიცვალა, პოლიტპარტიებიც არ გამოუშვენ. ოპოზიციური ლიდერების თავზე კვლავ იყო საქმეები დაკიდებული, პარტიების თავზე აკრძალვის სარჩელი დაკიდებული, რავი, კანონები ტროტუარის შესახებ დგომა აკრძალული და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ამ ვითარებაში, ანუ საარჩევნო გარემო გაცილებით გაუმჯობესებულია.
ვიდრე 2024-ში იყო, ხო? გაუარესებული. გაუარესებულია, ვიდრე 2024-ში იყო და შესაბამისად, ამ ვითარებაში არჩევნების მონაწილეობის აზრი ხო არ არის უბრალოდ რაღაცა სტატისტის როლის შესრულება? მე ვფიქრობ, რომ ეს ამ საკითხს ასე არ უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი არავინ ამბობს უარს ბრძოლაზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეხლა გულხელი უნდა დავიკრიფოთ და თითქოს არაფერი ხდება ამ ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს რაღაცა სკანდინავიაში ან ბენილუქსის ქვეყნებში ვართ და დაველოდოთ კალენდარზე, როდის მოგვადგება არჩევნების დღე და მოვემზადოთ ამისათვის. ჩვენ ის ბრძოლა ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელშიც უკვე ვართ წელიწად ნახევარია და კიდევ უფრო მანამდე ხო რუსული კანონიდან მოყოლებული. ამ ბრძოლას ვაგრძელებთ და ვცდილობთ, რომ მოვიპოვოთ უფრო მეტი. ვიბრძვით პირველ რიგში პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის, ვიბრძვით უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის. ოღონდ საარჩევნო გარემო რომ იმდენად შეიძლება შეიცვალოს, რომ იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მსგავსი, ანუ არჩევნებამდე დამარცხდეს რეჟიმი და მერე უბრალოდ შევცვალოთ რაღაც როტაციულად ქართული ოცნება, ამის მიამიტურად ჩემი აზრით არ უნდა გვჯეროდეს. უნდა უпростоრეთ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ შეგუებულები ვართ, ოღონდ ჩვენ უნდა მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს შეიცვალოს, მაგრამ არ უნდა დავიკრიფოთ გულზე ხელი და ფარხმალი არ უნდა დავყაროთ. ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სწორედ ამითი იყო მოტივირებულიც და ახსნილიც. შეიძლება არ გაიზიარა ეს პოლიტიკური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და არ გაიზიარა სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ეს სამწუხაროდ მიგვაჩნია ჩვენ ოღონდ მათ ამის გამო კი არ ვადანაშაულებთ. ჩვენი შეცდომაც შეიძლება იყო კომუნიკაციის ნაწილში, გვიანი კომუნიკაციის ნაწილში და ასე შემდეგ, თუმცა ბევრი რამ კრისტალიზდება უკვე და თუ ვითვალისწინებთ იმას, რომ პირველ რიგში ჩვენი ბედი თავადვე უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაც, ხო? ჩვენი პარტნიორები და ყველაზე მთავარი პარტნიორი გვეუბნება, რომ პოლიტიკურ პროცესში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. აი თითქოს ეხლა მე არ მინდა შევიდე ისევ იმ დისკუსიაში 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ღირდა, არ ღირდა, ხო? ნუ გახსოვთ იქ რა არგუმენტები, ხო? ლეგიტიმაცია არ მივანიჭოთ. დავტოვოთ იზოლაციაში, არ მიცეთ ნორმალიზების შესაძლებლობა. ამავდროულად ეს ყველაფერი ვნახეთ, რომ ჯერ ერთი არ მომხდარა და დიახ, ჩვენ მივიღეთ გაბედული გადაწყვეტილება მაშინ, ხო? ლელომ ძლიერმა საქართველომ დაზიანდა გარკვეულწილად არამხოლოდ ჩვენი პარტია, იმიტომ რომ დაუმსახურებელ კრიტიკას ვიღებდით, მათ შორის კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდანაც, მაგრამ დაზიანდა ზოგადად პოლიტიკური პროცესი, დაზიანდა ნდობა არჩევნების მიმართ. ეს ყველაფერი ახსადგენი არის, ხო? ადრე თუ გვიან ეს არჩევნები ხო მოვა, ჩვენ გვინდა რომ ადრე მოვიყვანოთ, უკეთესი მოვიყვანოთ, მაგრამ 2028 წელს როგორც მინიმუმ ხო იქნება არჩევნები. და ამ არჩევნებისთვის მიმართ და ზოგადად არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების მიმართ თუ საზოგადოებას არ ექნება არც ნდობა, არც იმედი, თუ იქნება ნიშილიზმი და შიში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება იმ არაჩვეულებრივი მაგალითის გამეორება, რაც მოხდა უნგრეთში. შესაბამისად, ეს სამუშაოებს ადამიანი, ვისაც გაყვა ხალხი და დღევანდელი ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ ასეთი ლიდერი არ ყავს ოპოზიციას. ანუ ეს კიდევ მოდი ცალკე საკითხი არის, მე არ მინდა რომ რაღაც პირდაპირ პარალელები გავავლოთ. აქ ხომ რაც უდავოა არის ის რომ არჩევნების გზით ავტორიტარიზმში წამლეკავი უმრავლესობით შესაძლებელი იყო რეჟიმის დამარცხება. როგორ მოხდება ეს? 2012-ში მოხდა. აბსოლუტურად გეთახმებით. იქაც იყო ძლიერი ლიდერი, 2012-ში იყო ძლიერი ლიდერი, რომელსაც პლუს ფულიც ჰქონდა და შეეძლო სტრუქტურების აწყობა და ასე შემდეგ. გეთახმებით, ხო? ასევე პირდაპირ პარალელი არ არის უნგრეთთან, იმიტომ რომ არც ფული ჰქონია, არც ძლიერი სტრუქტურები ჰქონია მადიარს და ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც შეძლო. მაგრამ გზა, საშუალება იყო ის, რომ ხალხში გადატეხეს ნიშილიზმი და შიში და ის დაშინება ადმინისტრაციული რესურსები ასე შემდეგ, იქაც იყო, მაგრამ შეძლეს ისევ არჩევნების გზით. ჩვენთან ისევ რომ დაუბრუნდეთ გასულ წელს და ამაზე გვესაუბრებოდნენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, პირდაპირ თქვეს. აქ იმაზე კი არ არის საუბარი. ხა ჩვენ ბუნებრივია ლელოს ჰქონდა ის პოზიცია, რომ კი ბატონო, ხა სხვა ვერ დავარწმუნეთ სხვა კოლეგა პარტიები, კოლეგა ოპოზიციონერები არჩევნებში შემოსულიყვნენ, თორემ უფრო მეტი წარმომადგენლობა გვეყოლებოდა, ხო, ჯამურად ოპოზიციას და შესაძლებელი იქნებოდა ბუნებრივია თბილისის პირობითა და დიდი ქალაქების მოგებაც და თუ ამაზე ისევ მადუროს გზით წავიდოდა ივანიშვილი, ეს კიდევ სხვა პროცესებს გამოიწვევდა.
იყო ესეთი მოსაზრება, რომ ხო, აი დინამიკას ქმნით თუ არა. პირდაპირ თქვენს ამერიკელმა პარტნიორებმა, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რა დინამიკას შექმნი. აქ საუბარი არის იმაზე, ვის წარმოადგენ. იმისათვის, რათა გქონდეს უფლება ისაუბრო ხალხის სახელით, რაღაცა სეგმენტის სახელით მაინც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა იყო პოლიტიკურ თამაში. და ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ზოგადად ბოიკოტთან დაკავშირებით. თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ თulis იმას, რომ პოლიტიკური შესაძლებლობები უნდა გავატაროთ უბრალოდ და არ გამოვიყენოთ, მაშინ მე საერთოდ არ მისმის ის მიამიტური მოლოდინი, ანუ რისი იმედი უნდა გქონდეს, რომ უფრო მეტი იზოლაცია მოხდება და ამით რაღაც თავისი ჩამოინგრევა ხუხულასავით. არა, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგები არის და ჩვენი პარტნიორები თუ გვინდა რომ გვერდში გვედგან, რა თქმა უნდა ვიბრძოლოთ ქუჩაშიც, უნდა ვიბრძოლოთ არჩევნებშიც და ყველა იმ სივრცეში, რასაც გვაძლევს ჩვენი კონსტიტუცია. რაც შეეხება საპარლამენტო მონაწილეობასაც, ეხლა ბუნებრივია, მე არ მინდა ამაზე საუბარი, შეცდომის აღიარება ყოველთვის უნდა შეგვეძლოს ჩვენ, მაგრამ და ამაზე უნდა ვისაუბროთ, ეს რეფლექსიები მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, კარგი არის საპარლამენტო ტრიბუნა, თუმცა ის გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ ჩვენ მივიღეთ, იყო სულ სხვა მიზეზებით განპირობებული, იმ მომენტიდან და იმ გადასახედიდან, იყო სულ სხვა დუღილის ტემპერატურა ქუჩაშიც, იყო იმის მოლოდინი, რომ ისევ კონსტიტუციურ ჩარჩოებში შეიძლებოდა დღეს უკვე ეს რეჟიმი აღარ უყოლოდა, ასე რომ პოსტფაქტუმ შეფასება კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების, ჩემი აზრით, არ არის მთლად მადლიანი საქმე, უბრალოდ უმადური არის იმ თვალსაზრისით, რომ ხო, როდესაც არ იცი მომავალში რა მოხდება, იქ ყოველთვის იღებ რისკს, ეს პოლიტიკის თამდევი ნაწილია, მაგრამ ზოგადად რომ საპარლამენტო და საერთოდ წარმომადგენლობით ორგანოებში მონაწილეობა და ამ ტრიბუნის გამოყენება პოლიტიკური პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჩვენაერ ქვეყანაში, სადაც რეჟიმი ყველას გვჩაგრავს, ხო, თქვენ თავისუფალ მედიას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს აგერ აკრძალვას გვიპირებს, ეს ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი სივრცე, ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ, ისედაც შეზღუდული გვაქვს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტად გვზღუდავენ და რაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ბრძოლის, ეს რა თქმა უნდა საერთო საქმეს წაადგება და რეჟიმის დასრულებასაც აუცილებლად დაეხმარება. ამრიგად ცხადია ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უკეთესი პირობები ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ვადამდელი არჩევნების მოსაპოვებლად, როგორც ამას ამდენი ხანი ვიძახდით. თუმცა აქვე ვაცხადებთ ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველო ლელო, რომ როცა არ უნდა იყოს არჩევნები და როგორი პირობებითაც არ უნდა იყოს, არ დაუთმოთ ამას ივანიშვილის რეჟიმს. სხვა პოლიტიკურ ძალებს მე მგონი ამასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიცია აქვთ, შესამუშავებელი და დასაფიქსირებელიც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ხვდება იმას, რომ თუ ამაზე დროულად არ ვიმუშავეთ და თუ საზოგადოებისთვის არ დაგვრჩა დრო, რომ დავარწმუნოთ იმაში, რომ არჩევნებით ბრძოლას აქვს აზრი, თუნდაც იმისთვის, რომ წამლეკავი უმრავლესობით ჩვენ რეჟიმი დავამარცხოთ, რა თქმა უნდა, მე შეიძლება გვიანი იყოს. ამრიგად, ახლა ჩვენ მაგას ორი მხარე აქვს, როცა 2024 წლის არჩევნების წინ ოპოზიცია ხალხს არწმუნება, რომ მოდით ხალხო, წელს უფრო ვერ გააყავებს არჩევნებსო, ვერ რო გააყავდა და ეს ხალხი მათ მოუტრიალა და უთხრეს, რომ რატო გვატყუებდითო. ხო, იცით რა შეასაქმე? მე ვფიქრობ, რომ ისევ იმ გადმოსახედიდან ეს იყო აბსოლუტურად სწორი, იმიტომ რომ მოდი მაშინ საპირისპირო მაგალითს შევხედოთ. წარმოიდგინეთ თქვენ ვართ ისე 2024 წლის არჩევნების წინ და ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მოსახლეობას, რომ იცით რა, გაყალბების რისკი მაღალია და მოდი თავი შევიკავოთ არჩევნებზე მოსვლისგან. ეს სიტყვა ბოლო წინადადება რომც არ თქვა, დაფრთხებოდა საზოგადოება, არ მოვიდოდა. მაშინ ჯერერთი არ უნდა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და მეორე, თუ იღებ მონაწილეობას და საზოგადოების დიდი ნაწილი აღარ მოდის, მაშინ აღარც გაყალბება იქნებოდა და აღარც ის სტატუს კვო, რომელიც აქვს დღეს ქართულ ოცნებას, ხო? და ესეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა, არალეგიტიმური ხელისუფლება არ იქნებოდა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ ვატყუებდით საზოგადოებას, უბრალოდ ჩვენ რისკების შესახებ გვესმოდა მასშტაბი, როგორიც მოხდა რეალურად 26 ოქტომბერს, მაშინ იყო წარმოუდგენელი, ასე რომ ჩვენ ჯერ ერთი არც მოგვიტყუებია, მაგრამ აბსოლუტურად სწორი პოლიტიკა იყო ის, რომ ჩვენ არჩევნების
არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდით საზოგადოებას და ახლა ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გავაგრძელოთ. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი სიორიძე იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე ხვალ უნდა გემშვიდობებით, ხვალ 7:09-ზე შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში რეზიუმე.